ესე იგი პირველ რიგში დავიწყოთ ორი შეკითხვა შემოვიდა დონაციებიდან შემოვიდა ორი შეკითხვა და ესე იგი ვიდეოს მსვლელობის დროს ჩავწერ ხოლმე ამ შეკითხვებს ან დასაწყისში ძირითადად მერე თუ დაგროვდება შეკითხვები მერე თვითონ თემატიკურად ძალიან აჯაბსანდალი რო არ გამოვიდეს მერე შეკითხვების პასუხს ცალკე ვიდეოს გავაკეთებ ხოლმე რა მოკლედ დონაციები ქისაჯიზე დონაციას ვინც გააკეთებთ და ვინც გააკეთებთ შეკითხვებზე გაგცემთ პასუხს ოღონდ ეს შეკითხვა ხა შეკითხვა ზოგი შეიძლება მოკლე იყოს ზოგი შეიძლება გრძელი იყოს რა ეს იმაზეა დამოკიდებული მე ანუ იმ საკითხთან დაკავშირებით რაც ოდნა და ინფორმაცია გამაჩნია პირველი შეკითხვა მოდი ესე იგი შალა წერს ლაშა ფილმი The Happening თუ გაქვს ნანახი და ხომ არაა გაფრთხილება მოსახლეობის კონტროლის საიდუმლო პროგრამებზე YouTube ვიდეოს თუ შემოთავაზებ ამაზეო ესე იგი ეს ფილმი მე ნანახი არ მქონდა და კარგია რომ აჩვენე აი ეს ფილმი არის ვისაც გაინტერესებთ აი გავასწორო ფოკუსი აი ეს რომ შეგიძლიათ ეს ფილმი ნახოთ აიცადე აი ეს უფრო გამოჩნდება The Happening აი მოვლენა ესე შეგიძლიათ ნახოთ ეს ფილმი აი პირველ რიგში მინდა გითხრათ ახლა რა რომ ზოგადად ასეთი ფილმების გადაღება აი საერთოდ არანაირი კონტექსტში არ ჯდება ხოლმე აი მართლაც არაფერ კონტექსტში არ ჯდება ეს ფილმები არის პირდაპირ გადაღებული იმისთვის რომ რაღაც სამომავლო მსოფლიო მმართველობის პროექტებთან დაკავშირებით რაღაც ინფორმაცია მოგვაწოდონ ანუ ამას უძახიან რუსულად свободная воля ანუ თავისუფალ ნებაში მატრიცულ თავისუფალ ნებაში მსოფლიო მმართველობა და ისინი ვინც სადაც ოკუპირებული აქვთ ეს დედამიწა ხამაზე ვისაუბრებთ წვიმაზე და დედამიწის აგებულებაზე კიდევ ერთხელ რეპტილოიდები არიან დემონები არიან თუ რა ისინი არიან ტიტანები არიან თუ საერთოდ რა არიან მაგაზე მე ვისაუბროთ ყოველ შემთხვევაში მსოფლიო მმართველობაში ვინც ზის ფარდიხს მიღმა ვინც არის და ვინც ამ ყველაფერს გეგმავს ისინი ვალდებულები არიან მატრიცაში დააფიქსრონ იმ ყველაფრის იმ იდეების შესახებ რა რის განხორციელებას და რა პროექტების განხორციელებასაც აპირებენ რა ამიტომ სიტყვაზე ამ ფილმში ანუ ეს ფილმი ცალკე აღებული აი საერთოდ რა ფილმია აი ხო ხვდებით რომ ნახავთ საინტერესოა მისტიურია ცოტა სტრანია არაფრის მომცემი ფილმი არ არის ერთადერთი რამის გარდა რომ ადამიანები მიაჩვიონ ესე იგი იმას რომ რაღაცას უნდა ეშინოდეთ რაღაცას უნდა გაურბოდნენ აი ამ სცენაში განსაკუთრებულად იძახის ეს ბიჭი რომ აი ხო აი გოგოს რო ელაპარაკება საფინალო სცენაში რომ კიო გარეთ გასვლა აშკარად საშიშიაო აი გაჩვენებთ ეს იყო ფილმი იმისთვის და ეს და კიდე სხვა უამრავი ფილმი იმისთვის რომ ადამიანის ქვეცნობიერში დალექილიყო ეს არის 2008 წლის ფილმია რომ ადამიანის ქვეცნობიერში დალექილიყო რომ გარეთ გასვლა რაღაცატომ არის საშიში და შემდგომ კოვიდის დროს პანდემიების დროს ეს პროექტი აემუშავებინათ ანუ ის რაც ქვეცნობიერში დალექეს ის ქვეცნობიერში დალექილი ინფორმაცია ანუ შიშის მოქმედებაში მოიყვანეს რა სატელევიზიო იმით რომ დარჩი პროექტი დარჩი სახლში ანუ ეს ფილმი ეძღვნება დარჩი სახლშის პროპაგანდას რა საერთოდ სცენარეების მიერ აი ხა ჩვენ აქ ვისაუბრებთ ხახნო აი აგერ ჩვენ ვისაუბრებთ რომ წავიდა აი აქ ჩვენ ხა ლაზერი მოვიტანე აი აქ ჩვენ ვისაუბრებთ რომ აქ ფილმში რო არის ნათქვამი რომ რაღაცა ტოქსინები გამოყვესო მცენარეებმა ისეთი დონის რომ ხალხმა თავის დახოცვა დაიწყო აი აქ ჩვენ ვნახავთ ახლა ამ ვიდეოში რომ თვითონ ვითომ რომ ჟანგბად რითი მარაგდება დედამიწაზე რომ ვითომც და ჟანგბადით დედამიწა მარაგდება ძირითადად წყალქვეშა ანუ ზღვის წყალმცენარეების მეშვეობით რომ ვითომც და ზღვის წყალმცენარეები გამოყოფენ ჟანგბადს სინამდვილეში ბერმუდის სამკუთხედის ატლანტიდის ოკეანის ბერმუდის სამკუთხედის ტერიტორიაზე აყენია ძალიან დიდი ფილტრი სადაც ხდება გაფილტრა წყლის ზღვის წყლის გაფილტრა ხდება და ხდება აქენა გამოყოფა ჟანგბადის გამოცალკევება და ჟანგბადით დედამიწის მთლიანად მომარაგება ანუ
ის ფაქტიც კი გაყალბებულია, რომ ვითომ შეიძლება ჟანგბადის რაღაცა მცირეოდენო მოლეკულებს გამოყოფენ, რა თქმა უნდა, გამოყოფენ, რატო არ გამოყოფენ რა ხეების გამოყოფენ, მაგრამ ეს არ არის საკმარისი დედამიწის ჟანგბადის რაოდენობისთვის, მთლიან დროს შეივსოს, ხვდებით? ეს დახურული სივრცე, ხო და ამიტომ აქ საუბარი იმაზე რაც არის ამ ფილმში, რომ ვითომ და ტოქსინები გამოყვეს ხეებმა, არის სრული სისულელე. თუ რაც კი რაიმე ხდება დედამიწის ტერიტორიაზე, მოქცევები, მიქცევები, მზისა და მთვარის დაბნელებები, ყველაფერი, აი საერთოდ ყველაფერი, პანდემიები, ომები, მიწისძვრები, ცუნამები, საერთოდ აი ტორნადოები, საერთოდ ყველაფერი არის ხელოვნურად გამოწვეული. კლიმატური იარაღებით და აპარატებით და უამრავი, ამიტომ მთლიანად დედამიწის ეს მდგომარეობა, აი ეს პლატფორმა არის მთლიანად ხელოვნური. ერთადერთი სტიქიები, მიწა, ჰაერი, წყალი, ეს ყველაფერი რა თქმა უნდა ღმერთმა შექმნა. დანარჩენი ამ ტერიტორიაზე ყველაფერი ხელოვნურია. შესაბამისად ამ ფილმში ჩვენ როდესაც გვაჩვენებენ ხალხს, ანუ საზოგადოებას ცდილობენ რომ დააჯერონ, აი ბოლოშიც არის ეგ მომენტი, რომ თუ რაღაცა შეიძლება მოხდეს მომავალში, მომავალში ისეთი, რამაც ხალხი ჩაკეტოს სახლებში. ხო და აი აქ მოკლედ გრძელდება, მე ნახეთ თქვენ თვითონ. აი აქედან შეპარვით ნელ-ნელა მსგავსი ფილმებით ხალხს აჯერებენ, რომ თითქოს ვირუსები მერე მომავალში შეიძლება გავრცელდეს, შეიძლება რაღაც ტოქსინები ხეებმა გამოყონ, მაგრამ ყველაზე მთავარი აქ ისაა, რომ ამაზე ხალხს აჯერებენ იმაში, რომ ეს შეიძლება იყოს ბუნებრივი მოვლენა. ბუნებრიობასთან ამას არაფერი კავშირი არ აქვს. ბუნებრივი მოვლენა თუ იყო, ესე იგი უკრაინის ომი რო დაიწყო, რუსეთ-უკრაინის ომი რო დაიწყო, იმის წინა დღეს რანაირად გაჩერდა ეს ბუნებრივი მოვლენა. ამიტომ მთლიანად ეს ფილმები ნახეთ დაფინანსებულია იმისთვის, მიზანმიმართული, აი ცალკე ამოგლეჯილი, აი საერთოდ არანაირი კონტექსტში არ ჯდება, ეს არ არის ფილმი, ეს არის უბრალოდ რაღაც დადგმული სცენა იმისთვის, რომ ადამიანების ქვეცნობიერზე იმუშაონ და მოსახლეობის კონტროლის საიდუმლო პროგრამაა, რა თქმა უნდა, რომელსაც მომავალში განახორციელებდნენ და მომავალში განახორციელეს კიდევაც 2019 წლის ბოლოდან. აი ეს არის ამაზე პასუხი და ბოლოში აქაც მე რომ ვითომ გაქვავდება მოსახლეობა რა, აქაც ეგ არის ნაჩვენები, რომ შეიძლება ეს კიდევ ერთხელ მე აი აქ კიდევ ერთხელ შეიძლება მოხდეს. ვითომ რაღაცა თუ კი სადმე რამე ქარი დაუბერავს და ვინმეს რამე დაემართება და ვინმე თავის დასახიჩრებას დაიწყებს, ეს ყველაფერი გამოწვეული იქნება კლიმატური იარაღი და ხიმთრეილერებისგან გამოშვებული ქიმიით. თუ კი სადმე რაიმე მოხდება, ამაზე ჩვენ ვისაუბრეთ უამრავჯერ, ხიმთრეილერებზე ახალ მასალას ვამზადებ, ყველაფერი არის ქიმიისგან გამოწვეული და აქ შეიძლება იყოს ხიმთრეილერები, რასაც გამოიწვევენ მომავალში, ეგეც იგულისხმებოდეს, ან კიდევ ზომბი აპოკალიფსის ცოტა სხვანაირი ვერსია, აქ ხა ნაჩვენები, ან კიდევ 5G ანტენების მიერ ამ ნანონაწილაკების ამუშავების თემა. მე მგონი ხა სრულად გავეცი პასუხი, მოგეთ აი ეს პანდემიებს და ხალხის კონტროლს და ჩაკეტვას და ამ ყველაფერს ემსახურება, რათა ქვეცნობიერად წინასწარ შეამზადონ ხალხი და ესე ვთქვათ, ხალხს რო პროტესტი აღარ გაუჩნდეს, იმიტომ რომ ამაზე რო პროტესტი გაგიჩნდეს, შენ ქვეცნობიერში ეს ინფორმაცია ჩაწერილი არ უნდა გქონდეს და ხალხს ეს თუ აი მაგალითად ეს ფილმი მე ხო არ მქონდა ნანახი, მაგრამ ასეთი ფილმი არის უამრავი, რომელიღაცა მაინც მქონდა ნანახი, ხო ხვდები? და მე რომელიც ვარ სიტყვაზე ამ მატრიცაში რეალური მოთამაშე, მეც კი ძალიან გამიჭირდა რომ სახში, ანუ იმაში სახში არ ჩავკეტილიყავი და ერთადერთი ეგ მოვიფიქრე რომ გავაკეთე ფერმა და იმ პერიოდში დრო იმით მაინც მოვიგერო ფერმერობაში რაღაც ცოდნა მივიღე და გაგრძელებას ვაპირე ფერმერობის. ხო. მეორე შეკითხვა არის ესე იგი ასეთი რომ საიდუმლო ნაძვის ფესვები ასე აწერია ავტორს, შეგიძლია უფრო ვრცლად მოგვიყვეთ YouTube ვიდეოში 15 წუთიან ქალაქებზე, მაინტერესებს უკვე განხორციელდა თუ არა მსგავსი პროექტი სადმე და როგორ მუშაობსო. ანუ 15 წუთიან ქალაქებზე აინტერესებს. სავარაუდოდ ხა ამ ადამიანს ნანახი ექნება ჩიპიზაციის ჩემი ვიდეოები, თუ არა მთლიანად დასაკრავისია უნდა ნახო რომ მიხვდე, აქ რაზეა საუბარი და იქ ერთ-ერთი ჩიპიზაციის დასაკრავისია ცალკე უნდა ნახოთ, ვისაც არ გინახავთ და იქ ერთ-ერთი არის 15 წუთიანი ქალაქები და მე მგონი სამხედრო დიქტატურა თუ რაღაც ეგეთი ქვია რა.
ხო და აქ ახლა როგორ არის ზუსტად რომელ შემოდგომაზე იქნება, რომელ წელს იქნება ეს ყველაფერი ჩვენ არ ვიცით, იმიტომ რომ აი ახლა ამ ეტაპზეც კი ნოემბერში უნდა ყოფილიყო ვითომს და უცხო პლანეტელების შემოჭრა, რომელიც გადადეს 1 თუ 2 წლით. ამაზე კიდე ცალკე ვისაუბრებ. ამიტომ რა პროექტს, როდის რას განახორციელებენ არ ვიცით ჩვენ. იმიტომ რომ ეს ყველაფერი დამოკიდებულია გლობალურ ომებზე, დამოკიდებულია თქვა რუსეთ-უკრაინის ომს მესამე მსოფლიო ომში გადაზრდიან თუ არ გადაზრდიან. ომს გააჩერებენ თუ არა, ეგრევე პანდემიებს დაიწყებენ და ასე შემოვიდა. დრო ზუსტად ჩვენ არ ვიცით. ისინი ხალხზეც არის დამოკიდებული და მსოფლიო ეკონომიკურ სავაჭრო პროცესებზე და ციფრული ვალუტის გააქტიურებაზე სხვადასხვა ქვეყნებში და ყველაფერზე არის დამოკიდებული. მაგრამ იქ რაზეც ვისაუბრე, იქ ერთ-ორ სიტყვას დავამატებ ახლა რა. დანარჩენი მე ვიდეო მიდევს. აქ არის საუბარი ახლა რაზე? რომ აი შეხედეთ ახლა გაჩვენოთ მე თქვენ საწავი და ბატონო, ეხლა მოვწიო ახლოს, მოიცა. აი მინდა შეხედოთ თბილისის მაგალითზე, მინდა განვიხილოთ 15 წუთიანი ქალაქები როგორ შეიძლება მოეწყოს. საერთოდ 15 წუთიანი ქალაქებში იგულისხმება ქალაქების რამდენიმე უბნად დაყოფა, ანუ ეს რაიონები და ადმინისტრაციები რაც არის, მოკლედ მუნიციპალიტეტები, მოკლედ როგორც არის სხვადასხვა ძირითადად დედაქალაქებზეა საუბარი, მსოფლიოს სხვადასხვა დედაქალაქებზე, მაგრამ ჩვენ ხა თბილისზე განვიხილოთ სხვადასხვა სიტუაციაში სხვადასხვანაირად იქნება დაყოფილი. ჯერ პირველ რიგში შეკითხვასაც შეეხება სრული მასშტაბით, ესე მე რაც ვიცი, მთელი მსოფლიოს მასშტაბით ჯერ არ ამუშავებულა, იმიტომ რომ ციფრული ვალუტა არ არის ჩაშვებული. მთელი მსოფლიოს მასშტაბით ეს ყველა ანუ რაც ერთ ქვეყანაში ხდება, აი ვაძიმი ყოველთვის მაგას ამბობს. თუ კი რაღაცა ხდება რუსეთში, ის მოხდება სხვაგანაც, ან კიდევ პირიქით რა. აი მაგალითად ახლა გაჩვენებთ მიგრანტების თემაზე, თუ კი რაღაცა ხდება, აი გაუპატიურებისთვის რომ დაძდევენ გერმანიაში უცხოელი მიგრანტები ქალებს, ეს თუ ხდება გერმანიაში, ეს მოხდება აუცილებლად რუსეთშიც, აუცილებლად მოხდება საქართველოშიც, და აუცილებლად მოხდება მთელ მსოფლიოში. ხო და იმიტომ რომ ჩვენ ძირითადად ერთი სისტემა გვმართავს. აქ არის საუბარი უბნების დონეზე დაყოფა, შლაგბაუმების დაყენება. აი მაგალითად აი ხა გლდანი ავიღოთ რა სიტყვაზე, გლდანში უკვე ახმეტელის მეტროს გარშემო რა მთლიანად. ეხა ეს გლდანი ნაძალადები ხო არის, აი გლდანში მაგალითად ხო? კინოთეატრებია, მოლებია, სპეციალურად ხდება დაწვა, აი ნახეთ, ყველაფერი არის ერთმანეთთან კავშირში. ვაგზალზე, ლილოში, იქ ყველგან არის, ანუ სპეციალურად ხდება ამაზე ადრეც ვისაუბრე იმის ბაზრობების დაწვა, რათა ოლიგარქიულმა რეჟიმებმა აქაც და უცხოეთშიც ააშენონ მოლები, სადაც ციფრული ვალუტით იქნება შემდგომ შესაძლებელი ყიდვა. აი მაგალითად სიტყვაზე წინდები გინდოდა გიყიდა მოლში დაგხვდა ძვირი, წამოხვალ ვაგზალზე და იყიდი იაფად რა. ანუ იქ თუ ციფრულ ვალუტაში იქნება ალტერნატივა შენ გექნება რომ სიტყვაზე ვაგზალზე წახვიდე და იყიდო წინდები ნაღდი ფულით, მაგრამ ნაღდი ფული თუ იქნება სრულად ამოღებული, შეიძლება სიტყვაზე რავი 1 კილო ვაშლი გაქვს და 1 კილო ვაშლში გაგიცვალოს ისე ჩუმად. ბარტერული გაცვლა მე როგორც ვიცი, კანონით არის აკრძალული როგორც ვიცი. ანუ ჩუმად შეიძლება გაგიცვალოს, მაგრამ აი ის ალტერნატიულ დონეზე ის ბაზრობა, აი ვაგზლის ბაზრობაც კი არ უნდა არსებობდეს მაგ დროისთვის. ამიტომ არის ხან მარცხნიდან უკიდებენ ცეცხლს იმას რა ქვია ვაგზლის ბაზრობას, ხან მარცხნიდან ბავშვთა ძეწკიმირი ბავშვთა სამყარო დაწვეს. ეხლა რა თქმა უნდა იქ რაღაცას აშენებენ, არ ვიცი და ნელ-ნელა მიდიან და ესე უკიდებენ ცეცხლს, ნელ-ნელა რა დახლებს რა. ხო და თავისით გაჩნდა, ეხლა კი თავისითაც გამჩნდა რა ეხლა ლილოში, იმიტომ რომ ცუდი გაყვანილობებია მართლა და იქ მართლა შეიძლება გაჩნდეს ხანძარი, მაგრამ ეხლა ყველგან ერთდროულად რო ჩნდება ხანძარი, მოკლედ ესენ მივხვდით რა. ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ციფრული ვალუტა იყოს მიმოქცევაში, ხოლო და ალტერნატივა არ გქონდეს და ციფრული ვალუტით უნდა აკონტროლონ ადამიანები. აი ხა მაგალითად აი მაგალითად ორი ნაბიჯის და კი გვირილაშის და იქაც აი თქვენ ტვინს ბურღავენ რა. ჩვენი ბარათი არა გაქვს, დავაპირე ამეღო, ჯერ აი რეგისტრაციის გარშემო მომწეს ბარათი, მაგრამ მე უკვე ქულებზე და რაღაცა რეგისტრაცია მომთხოვა. მაგრამ ეხა მე რაღაცა ანტირეკლამას კი არ ვუკეთებ, მე ვამბობ აი ფაქტი რაც არის რა. მე ვამბობ ჩემთვის როგორც მოქალაქისთვის, ნახე, აი ამ აპლიკაციების შევსება, აი უკვე აი არა ის არის, აი არაკომფორტულ მდგომარეობაში, იმიტომ რომ რო შევედი, აი გეფიცებით, ერთადერთი რა ვიცი, აი საყვარლების რაოდენობა და ბავშვობაში ქაშას რამდენს ვჭამდი, ის არ ეწერა. აი ის მოთხოვნა და ის შეკითხვა არ იყო დასმთო. დანარჩენი თუ კი არსებობს ხახნო რაიმე პირადი ინფორმაცია და სისხლის ჯგუფი არ ეწერა და დანარჩენი
ვაფშე ყველაფერს გეკითხებიან. ანუ საერთოდ ყველაფერს და ამით ნახე ხდება, ნახე როგორ თემა არის. ეს უკვე არის 25 წუთიანი ქალაქების წინაპირობა. აი მაგალითად სიტყვაზე ადამიანი ცხოვრობ აი აქ გლდანში, მეც ის არის რამდენად ჩანს, ხო, ჩანს. ანუ თქვა ადამიანი ცხოვრობ აი აქ გლდანში. გააკეთე ორი ნაბიჯის ბარათი, ან გვირილას ბარათი, ან სპარის სპარს არ ვიცი აქვს თუ არა, მეგონი არ აქვს, არ მიკითხებიან ხოლმე და ანუ აქ არის საუბარი აზე. გააკეთე შენ აი აქ ბარათი. სისტემაში შენ ხო უკვე მეილი, დაბადების თარიღი, პირადი ნომერი, ტელეფონის სულ ყველაფერი უნდა შეიყვანო, რომ ეს გააქტიურო და მე ამაზე უარი ვთქვი, რომ მეთქი არ მინდა კაცო რა. ესე იგი, რატო არ მინდა იცი რომ არ მინდა რომ სისტემა იცოდეს, მე რამდენს საკუთრებს ვყიდულობ და რამდენს ხარჯავ, ჯერ ისაც ისედაც ყველაფერი იციან და ესე ბოლომდე დეტალურად სადრას ვყიდულობ, გაიგე და შენ როდესაც აი თქვა აი ახმეტელის მეტროსთან არის თქვა რაღაცა მინდება ტერიტორიაზე უბანში ცხოვრობ გლდანში და ბარათი გააქვს. შენ როდესაც ამ ბარათს ატარებ ეს სოფლიო თელ სისტემაში გადადის იქ რა სოფლიო ბანკში და ყველგან რა ეს ხელმისაწვდომია იმათვის კეთდება რა. ხა ოფიციალურად რა თქმა უნდა გეტყვიან რომ ეს უბრალოდ შიდა დახურული საიტია, მაგრამ ეს ინფორმაციები გროვდება და გადაეცემა სოფლიო მმართველობას რა თქმა უნდა და ეს არის წინაპირობა აი ამ 25 წუთიანი ქალაქების. ანუ როდესაც შენ სიტყვაზე რამდენ პროდუქტს ყიდულობ, რამდენ პურს, რამდენ ტუალეტს ქაღალდს, რამდენ ყავას, ყველაფერი ფიქსირდა, ანუ სისტემაში ხედავენ შენ რა სჭამ, რა სვავ. იმიტომ რომ ან ერთი ბარათი გაქვს და მე თქვა მეორე ბარათის გაქვს. ერთი აქ იყიდე, მეორე აქ იყიდე. თუ წახვედი შენ და ვაკეში მოგიწია გავლა, ნახე ვაკეშიც დაფიქსირდა რომ რაღაცა თქვა ბურგერები იყიდე, ან რაღაცა მაკარონი იყიდე, გორნაბიჩი ან სადმე ხო ხვდები. მაგრამ სამომავლოდ ანუ შენ ქულებზე და იმაზე ხარ მიმული. სამომავლოდ 25 წუთიან პანდემიებს და 1000 რაღაცას რო გამოაცხადებენ, გლდანი ნაძალადებს ჩაკეტავენ. შეიძლება ეს ნახე აქ რა უნდა გავაკეთოთ, შეიძლება ეს ისან სამგორი, დიდგორი, ვაკესაბურთალო აი ვაკესაბურთალო დიდია, გლდანი ნაძალადები დიდია, შეიძლება ესეც შუაზე, აი ესე შუაზე გაყონ, არ ვიცი, შეიძლება მთლიანად დაუთმო, იმიტომ მაგრამ შეიძლება შუაზე გაყონ. მე ვფიქრობ რომ ამ ხელა ტერიტორიებს შუაზე გაყოფენ, ესე არ დატოვებენ. ანუ ჩვენთან არის რამდენი რაიონი, ისან სამგორი, გლდანი ნაძალადები, დუბე-ჩუღუროთი, ძველი თბილისი, ვაკესაბურთალო და აქ დაამატეს დიდგორი დაემატა, მე ეს პირველად ვნახე ახლა. ეს სავარაუდოდ არის კოჯორი, ტაბახმელა და ეს ტერიტორიები, იმიტომ რომ ხმები რო ჭირდებათ მერიის არჩევნების დროს, რა თქმა უნდა, სად უნდა წაიღოთ და მიაბეს თბილისს, ხო? შეიძლება აქეთ ფონჭალა აქეთ არის, ხო? აი ეს მოკლედ რა, კოჯრის მიმდებარე დაჩების აგარაკების ის არის და ნუ პრაქტიკულად ახლა ისედაც არის მთელი ვაკესაბურთალო აქ აიშენა აგარაკები და რეალურად თბილისია, მართლა თბილისია, უბრალოდ აგარაკები და ნუ სწორედაც არის რომ მიაბეს რა. ხმებისთვის სჭირდებოდა თავიდან, მაგრამ რეალურად თბილისია. ხო, შეიძლება ესეც გაყონ შუაზე, შეიძლება დატოვონ ეს თლიან. ისან სამგორი დიდია, ძალიან ეს ორად კი არა, შეიძლება 4-ად გაყონ, თქვენ ისან სამგორი შეიძლება 4-ად გაყონ, აი ესე ჯვარედინად, იმიტომ რომ იქით ლილოა, იმხელა ვარკეთილი და აქეთ მე ავლაბარი და ასე შემდგომ. ხო ხვდებით, გლდანი ნაძალადები შეიძლება 2-თან 3-ად გაყონ, ან ვაკესაბურთალოს. ანუ ეხა რაზე არის საუბარი? გაიხსენეთ ჩემი ცოლის დაქალებში, ხახნო ეს ტყუილად არ უჩვენებიათ. თვითონ ჩემი ცოლის დაქალებიც დასავლეთიდან ფინანსდებოდა, იმიტომ რომ აი თავს მოვიჭრი, იმიტომ რომ იქ იქ გარყვნილების პროპაგანდას თავი გავანებოთ, იქ ისეთი მინიშნებები იყო ჩადებული, რომ ეს არის ასკარად დასავლეთიდან დაფინანსებული პროექტი. ყველა ძალიან გვიყვარს და მოგწონს, მაგრამ ნახეთ რაზეა საუბარი. როდესაც ჩიკა ვერავაკეობას აღნიშნავს და რომ მოგე წეწვა გლეჯვა, რომ მიდის იქ რაღაცა სისულელეებზე, ვერავაკეობებზე და იქ არის ეგეთი სცენები, სადაც ვერავაკეობის დღესასწაულს აღნიშნავენ და კეტავენ ვაკეს და ვერას თუ მარტო ვაკეს, ახლა აღარ მახსოვს რა. ყოველ შემთხვევაში ვერას და ვაკეს კეტავენ რა. აი უბნის დონეზე კეტავენ. დაჟე ის რო არის შაგუს დაიჭერენ მე მგონი და ის ზურაშა რომ მივა მანქანით რომ მიაკითხავს და ჩიკა რომ მანქანაში ჩაუჯდება იქ რომ გამოვა. უკან ნაჩვენებია შლაგბაუმი და პოლიციელი. შლაგბაუმი და პოლიციელი. ეს არ გეგონოთ რომ ჰაერიდან არის ეს სცენა, ეს აუცილებლად მოხდება. შემდგომ ის და მოკლედ პირდაპირ ნაჩვენები 25 წუთიანი ქალაქები. ეს ჭირდებათ ხალხის კონტროლისთვის, ჩიპიზაციისთვის, ხალხის დასაჩიპად. თავიდან ეს მე ძალიან დიდი ინფორმაციებს უსმენ, ან თავი მაქვს ხალხო გადაჭეჭყილი, უკვე იმხელა ინფორმაციები მაქვს მე. და აი ეს ძირითადს გეუბნებით, ახლა ნახეთ რა ხდება, რომ ჭირდებათ იმისთვის, რომ თავიდან პროდუქცია ექნებათ,
ანუ ანტიქრისტეს ბეჭედი რო დაიდოს ხალხმა რა ნელა ეტაპობრივად მიყავთ იმის ანუ აქ არის დედამიწა არის პლატფორმა სადაც არ ხდება სულების გამოცდა ამიტომ აი აქ ხდება ის რომ ასე ვთქვათ манипуляციები ხდება ამ საკვებზე რა კუჩს დაარტყ ამ პირდაპირ შენ და თუ რაღაც აი ამ ჩიპებს და ჩიპიზაციის ერთ-ერთი ნაწილია ციფრული ვალუტა შენ თუ ამას არ მიიღებ გაგითიშავენ ციფრულ საფულეს და შენ აღარ გექნება საშუალება რომ საჭმელი იყიდო რა და აი აქ შენ როდესაც ესე იგი თავიდან იქნება ეს პროდუქციები გაძეძგილი იქნება მაცივრი მაღაზიები მაგრამ მე უკვე ეგეც აღარ იქნება და მოკლედ პირდაპირ შიმშილობისთვის და დათას დაავადებებისთვის ამ აცრებით რასაც ხალხს გაუკეთებენ ნელი და ტანჯოლის სიკვდილისთვის გაიმეტებენ ხალხს ამიტომ კეთდება ეს ყველაფერი და ან მოკლედ ჩვენ ჩემი ცოლის დაქალებში პირდაპირ რეალურად ვნახეთ შლაგბაუმები და პოლიციელები და იქ რაღაცა ის რო არის მიტინგის რკინები რაღაც მოღუნული რკინები ისინი რო იყო ჩალაგებული ვითომ ვერავაკეობას აღნიშნავენ სვეცკები ამ დროს ვერავაკეობა და ეს ყველაფერი ჩაიკეტება შლაგბაუმებით კიდევ ერთხელ გეუბნებით რომ სრული პროექტი ესეთი არ განხორციელებულა ჯერ იმიტომ რომ არც სოფლის არც ერთ ქალაქში მცირე რაღაცები ყოფილა მაგრამ ბერკეტი ან ჯერჯერობით არ არსებობს ბერკეტი ანუ ბერკეტი არის ციფრული ვალუტა იმიტომ რომ შენ ვერ გახვალ რა იმიტომ რომ შენი საფული ანუ შენი ციფრული ასე ვთქვათ მობილბანკი თუ შენ ისან სამგორში ცხოვრობ დანინაძალადებში ვერ იმუშავებს დაჟერომს გადაიპარო ხო ხტები და იქ რა უნდა აკეთო შენი სამსახური ყველაფერი აქ გექნება ანუ ქალაქს გაყოფენ რამდენიმე ნაწილად და ოღონდ არ გეგონოთ თქვენ ის ხალხნო რომ რომელიმე სხვა ეხა მერობის კანდიდატობის ამბავში ვინმე სხვა თუ მოვა ის ამას არ გააკეთებინებს არა ხალხნო მე ანუ ნახე ასეთი ტიპის პროექტებთან მიმართებაში არავინ არ ეკითხება მერს და იმას პრეზიდენტს და აგერ ნახეთ დიდგორობას ჩასული ყაველაშვილი და საერთოდ ესენი თავიანთ თავებს არ ეკუთვნიან. ესენი თავიანთ თავებს ეკუთვნიან რა დონეზე, იცი? აი სიტყვაზე კალაძემ რო იქ ვაკეში რო გააკეთა იქ გადასასვლელი ხიდები, მიწისქვეშა გვირაბები. ეს არის ადგილობრივი პროექტი, მშვენიერია, მაგრამ ესეც სხვათა შორის მიწაში კაბელების ჩატანაც 25 წუთიან ქალაქებს ეძღვნება რა. მაგიტომ ხდება მიწაში კაბელების ჩატანა ესე მასიურად რომ 25 წუთიანი ქალაქების პირობებში პროტესტი რო გამოხატოს ადამიანმა ვერ აძვრეს ანძაზე და კაბელები ვერ გადაჭრას და ვერ დააზიანებს, იმიტომ რომ ხა ყველგან ანძებს ვერ გააკონტროლებენ და მიწას ვერ ამოთხ. ხა შენი იმით რა ქვია შენი ძალებით ახლა შენ პერფერატორიც რო გამოიტანო დიდი პერფერატორიც რო გამოიტანო და ასფალტიც ამოთხრა დაიწყო ანუ უბრალოდ პატრული მოვა ურწუჩი ხო ხტები და იმ ხელაზე ვერ ამოთხრი და ეს რო შენ კაბელები გადაჭრა ანუ თვითონ კალაძეც კი ამ პროექტს როცა ახორციელებს ეგეც მსოფლიო მართლობიდან მოსული და დირექტივები ამიტომ ვინმე თუ გეტყვის რომ მე მოვალ მე რა დეგარი იქნება გამორიცხული ყველა მერი რომელიც ვერც გაიმარჯვებენ რა თქმა უნდა იმიტომ რომ არ გაუშვებს ქართული ოცნება სხვა კანდიდატს ფიზიკურად არ გაუშვებს მაგრამ ვინც რომც გაიმარჯვოს სხვა ნებისმიერი ანუ ამ პროექტებთან მიმართებაში იქნება დამორჩილებული იმიტომ რომ ჩვეულებრივად გააგორებენ ოჯახიან ამოწყვიტავენ და არ გაუგორებიათ ვიღაცები თუ რა ამიტომ ასეთ შემთხვევებში ანუ ასეთ გლობალური მასშტაბის პროექტებს ვიღაცა გულანთებული პატრიოტი მერი ვერ შეაკავებს ხალხს ამიტომ ეს ცოტა ბავშვური მენტალიტეტია რომ ეს მერი მოვა და ყველაფერს ამას დაამარცხებს იმას და ეხლა მე მგონი გასაგებად ავხსენი ანუ კიდევ ერთხელ გიმეორებ რომ ტოტალური კონტროლი და ადამიანები მე მესმის რომ ზოგი არ არის რელიგიური და ეკლესიური ნებისმიერ რელიგიაში რომც იყოს მაგრამ ეს არის მე გეუბნებით რომ ეს არის იმისათვის რომ მართლმადიდებელი ქრისტიანებმა მოაწერონ ხელი ამ ანტიქრისტეს ბეჭედს, ესე ვთქვათ, და წარწყდეს მათი სულები. აი პირდაპირ მთელი ეს ტექნოლოგია, აი რა შუაშია ტექნოლოგია, ადამიანი ალბათ იკითხავს, გაეცინებ, ხა ციფრული, ახლა მithume ბიტკოინებში ვინც არის ეგეთ თემებში, ციფრული ფული რა შუაშია ვიღაცა ქართველის სულთან. აი სუფეხებზე არ კიდიათო, ამ დროს სინამდვილეში ეგრეა რომ არანაირად არ კიდიათ. ტექნოლოგიებს ჩვენ უცხო ცივილიზაციები გვაძლევენ და ვინც არიან იქ დედამიწის მოკედა მართლობაში გვაძლევენ იმისათვის რომ ჩვენი სულები წაიღონ. ანუ ეს დედამიწა არის პლატფორმა სულების გამოსაცდელად. ამიტომ ჩაშლილია პროექტები ესეთ დეტალურ დონეზე და ეს ყველაფერი ლენინამდე და სტალინამდე იყო დაგეგმილი. და მთელი ეგ პროექტები მსოფლიო ომები დოლარის რაც ვისაუბრე უამრავი რამე დოლარის
მთელს მსოფლიოზე გაბატონება და მე ეხა ამ დოლარის გაუფასურებაც რაც იგეგმება დოლარის გაუფასურებაც ეგეც ხელოვნური ყველაფერი არის დაგეგმილი წინასწარ რა და თავიანთ პროექტს მიყვებიან. ხო და აქ ეხა უნდა დავამატოთ ერთი მნიშვნელოვანი ყველაზე მნიშვნელოვანი დეტალი რომ რატომ ხდება მიგრანტების ესე მასიურად შემოდინება. გავიხსენოთ ეხა მე ვიდეო არც მქონა ნანახი რაღაც კონსერვატორებს თუ ვიღაცებს ედოთ ბიძინა შედარებით ახალგაზრდა რო იყო ბიძინას გამოსვლა ევროსაბჭოში სადაც ბიძინა ეუბნება რომ ჩვენო გაძლევთო პირობასო აი ხახნო ნახეთ რაზეა საუბარი ეს არის რეალური პოლიტიკა როდესაც ბიძინა ეუბნება რომ ჩვენო გაძლევთო პირობასო იქ ევროპარლამენტარებს რომ აუცილებლად ამ დირექტ მიგრანტებთან დაკავშირებით ჯერ არ იყო მაშინ ჯერ კიდე მიგრანტების მიღებასთან დაკავშირებით ამ ესე ვთქვათ დირექტივებსო რაც გაწერილი იყო ამ ევრო ასოცირების ხელშეკრულებაში რაც იყო გაწერილი აუცილებლად შევასრულებთ ამ დირექტივებსო და თქვენ ეს საბავშვო ბაღი არ გეგონოთ როდესაც ოლიგარქი ან ზოგადად მილიარდელი რომელიც ქვეყნის მე მგონი მაშინ ხო პრემიერ-მინისტრი იყო მაშინ ბიძინა ივანიშვილი როდესაც პრემიერ-მინისტრი ასეთ ესე ვთქვათ დაპირებას აძლევს ის ჰაერზე ის რო ჩამოვიდა აქ სიტყვაზე და მე ახლა ოპოზიციაში კი არ ვდგავარ მე ვამბობ ფაქტებს რაც მოხდა ის რო ჩამოვა სიტყვაზე და აქ მე ტელევიზორში გამოვა და ქართველებს რაღაცას გვეტყვის ეგ არის გრამაფონში აქ რა თქვა მაგას საერთოდ სხვა მნიშვნელობა აქვს იქ რაც თქვა ის არის თავად რომ მისცა დაპირება და ჩვენ ამას შევასრულებთო და ესეთ დაპირებებს ასეთი მსხვილი კალიბრის მილიარდელები ჰაერზე არ იძლევიან ასეთ დაპირებებს ისინი აუცილებლად ასრულებენ და კიდევაც შეასრულებენ იქამდე გაუვათ ეს ყველაფერი სანამ ქართული ხალხი არ გამოიღვიძებს და როგორც ერთი მთლიანი ორგანიზმი არ დაიწყებს აზროვნებას. ეხლა აქ ნახეთ რაზე არის საუბარი. ეხლა თან ვიდეოს ნახავ. უცხოელი მიგრანტების შესახებ ეხლა შემოსული მიგრანტების რაოდენობაზე და იმაზე აღარ ვილაპარაკებ. მთელი TikTok-ი და ყველაფერი ის არის გადაჭრელებულია მაგ ყველაფრით. ერთი წამით ეხლა გაჩვენებთ აი შეხედეთ ეხლა ამომიგდა აი შეხედეთ. სიყვარულის ქალაქიო. შეხედეთ რა ხდება ხალხმა. პარიზზე რო ეძახეს, აი პარიზში რომ ეპატიჟებიან, ეხა გათამაშებებს რო აკეთებენ ხოლმე პარიზში სიყვარულის ქალაქი. პარიზში რა წამიყვანს ხალხმა? სულ რო ტაპორი მირთხა თავში რა წამიყვანს პარიზში? რას გიზავენ კაცმა არის, ნახეთ, რა ხდება. Типичная британская история и вообще в целом ситуация в Британии с мигрантами это уже как точка невозврата, она пройдена. На видео 14-летняя девочка, которая уже в истерике из-за постоянных преследований. Ну, со стороны... Ал მოგედი მიგრანტი აეკიდა და ეს აი და ხაკ ჩანს ხა და აღარ გავაგრძელებ. დანა და მიგრანტი აეკიდა 14 წლის გოგოებს და დანა და ნაჯახი გოგოები გარეთ ცერნობენ დანებით და ნაჯახით რომ თავი დაიცვან რომ არ იძალონდონ ფიზიკურად არ იძალონდონ მიგრანტებმა წარმოიდგინეთ რა მდგომარეობაში ქვეყანა და ის წაიყვანეს და თვითონ გოგოები გამოიყვანეს დამნაშავეები პოლიციაში მერე ერთი წამი აი აქ კიდე მოკლედ ეხა გადაზიარებული მაქვს ჩემ TikTok-ზე და თქვენ შეგხვდებათ გერმანიაში ესე იგი ამერიკელებმა ტურისტებმა ცადა ერთი თუ ორი გოგოც დაცვა იქ ავტობუსში თუ ტრამვაიში რომ გაუპატიურება და ძალადობა უნდათ სირიიდან იყვნენ მიგრანტები გოგოებზე უნდათ ძალადობა და ამერიკელმა ტურისტებმა გერმანიაში დაიცვა და დაჩეხეს იმით რა ქვია დაჩეხეს დანებით ცხვირში რა ერთი დაიჭირეს და გამოუშვეს მეორე ვერ დაიჭირეს აი რას ქვია გამოუშვეს აი ნახეთ და რას ბავშვობიაო რა სისულელეაო ვიღაცა ერთ-ერთი კიდე სხვა ვიდეოში შემხვდა სისულელე კი არ არის ხახნო დავალება აქვთ იმ პოლიციაში როზიანი ის პოლიციაში როზიან თავიანთი ტვინით კი არ მოქმედებენ იქ მოქმედებენ იმით რასაც უფროსობა ეუბნება ანუ იქ მისულია დავალება რომ ესენი გაუშვან სპეციალურად არის ეს არის დესანტირება ხდება ამ მიგრანტების მთელ მსოფლიოში და ეხლა დაუბრუნდეთ 25 წუთიან ქალაქებს. შეხედეთ რა ხდება. აი ახლა რომ ხალხი შემოდის ხალხნო, აი მე არ ვიცი შეფართებით როგორ არის, მაგრამ თქვა 20 ადამიანიდან შეიძლება 100 ადამიანიდან შეიძლება 1000 ადამიანიდან, მაგრამ ბოდი პირობითად ავიღოთ ძალიან დიდი ციფრი 1000 ადამიანიდან, ანუ 1000 ინდოელიდან, იმიდან 1000 ადამიანიდან ერთი, აი ყველაზე მინიმუმი თქვა ერთი არის აგენტი. შემოგზავნილი, დატრენინგებული. მე ამაზე ვისაუბრე მიგრანტების შესახებ ერთ-ერთ ვიდეოში შარშან ჩასკროლეთ იქ
Walking Dead-ის მოსეროლი მკვიდრების რაღაც სცენარი რო განვიხილე, იქ უყურეთ მთლიანად, ვისაც არ გინახავთ. ანუ ესენი არიან გაეროს გადაცმული, ესე ვთქვათ, ჯარისკაცი მიგრანტები და აი ამ 25 წუთიანი ქალაქების ამოქმედებას საკუთარი ძალებით სახელმწიფოები ვერ შეძლებენ. აქ არის საჭირო ისეთი ანუ არა ადგილობრივი ნაციონალობის წარმომადგენლები არ უნდა იყვნენ აქ მარტო. აი ნახეთ, პატრული და ჯარი ამას ვერ ეყოფა ამ სისტემის გაკონტროლებას. ამიტომ სპეციალურად ამ დამშეულ აფრიკიდან და აზიის სხვადასხვა ქვეყნებიდან დამშეულ ხალხს ზოგს ატრენინგებენ და სიტყვაზე რო ვთქვათ 1000 პატიოსანი გულწრფელი ტურისტიდან და სტუდენტიდან, აი ძალიან რბილ ფორმებში რო ვთქვათ, ერთი არის მიგრანტი. იმ 1000-დან რამდენიმე ხა რა მოხდება და ანუ პირველ რიგში იმას ვიტყვით, მიგრანტი კი არა ჯაშუში. პირველ რიგში იმას ვიტყვით, რომ იმ 1000-დან რა თქმა უნდა ძალიან მოკლედ ვიტყვი, რომ ხელი წაუწდება და იქნება ძალადობები აქ, მაგრამ გერმანიასთან განსხვავებით და ამიტომ ხდება ზოგადად ჩვენი ქართველების ნახეთ ქართველების იქით გადატყორს და ჩვენებიც აწუხებენ როგორც მიგრანტები ხა უცხოელებს იმაში იტალიაში და იქით ევროპაში მაგრამ ანუ ცოცხალი ძალის ანუ მამაკაცური ძალის გაყვანა ხდება ქვეყნიდან მაგრამ უკრაინა-რუსეთის ომის შემთხვევაში მაგალითად მებრძოლი ძალა რაც არის ხდება ანუ ომი იქ ფულის გაკეთების გარდა პირველ რიგში რაც არის მებრძოლი ძალა რაც არის მამაკაცების რასაც შეუძლია რომ პროტესტი გამოიწვიოს და სისტემები ჩაახშოს ანუ ამ ესე პროპაგანდით შექმნილი ომის მეშვეობით რუსეთისა და უკრაინის მილიონობით მილიონობით მამაკაც ხოცავენ რომ ძალა აღარ ქონდეს შემდგომ ქვეყანას წამოდგეს ფეხზე და წინააღმდეგობა გაუწიოს ციფრულ ვალუტას დიქტატურას და ასე შემდგომ ხო ხვდებით უკრაინაშია რუსეთშია თუ სადაც არის ანალოგიურ ხდება აქაც რომ შეხედეთ ცოცხალი ძალა გაყვანილია საქართველოსთან უკვე ძირითადად ცოცხალი ძალა მაგრამ ამათმა არიციან უბრალოდ ქართული გენის ამბავი რომ აქ მაგალითად ნახეთ როგორ რაღაც არის აქ განვითარდება სცენარი შემდეგნაირად სანამ აგენტობაზე გადავალთ ვინც აგენტები არ არიან აი აგენტები ამოქმედდებიან 25 წუთიანი ქალაქების დროს მაგრამ ვინც აგენტები არ არიან და ეს პაკისტანელები და ისინი რომლებიც ახლა მუშაობენ ნახე ამ მშენებლობებს და რაღაცა ნახეთ როგორ ხდება ხახნო აი ამ ხალხს ხალი უნდა აი ძალიან მარტივად გეუბნებით ხალები უნდა ამათ და ამათი სამყოფი ხალები არ არიან ჩამოყვანილები აქ ამდენ კაც ხალი უნდა და ჩვენი და რუსი გინდა ჩვენები გინდა უცხოელები მთლიანად საქართველოში ზაფხულზე ხალები დადიან და გოგოები დადიან ტიტულები აი ნახეთ როგორ რაღაც არის იმაზე ნახეთ სცენარი როგორ შეიცვლება აი ახ მე გეუბნებით არავის არაფერი არ გეწყიდოთ მე გეუბნებით ცივ სიმართლეს ვისაც როგორ უნდა ისე იაროს მე მაგას არ ვეხები მე გეუბნებით ნახეთ რას რომ იმ შემთხვევაში როდესაც თუკი ქართველი ცუდად გადახე აი ნახეთ როგორ არის დღეს არის კანონის რომ ცუდათაც კი რო შეხედო და პატარა ადევნება დაუწყო ან მესიჯების მიწერა დაუწყო ადევნებაზე არის კანონი და მთელი ნახევარი საქართველოს მამაკაცები ჩაყარეს ციხეში ცოლებთან კონფლიქტი ზოგი მართალი იყო ზოგი ტყუილი იყო რაც იყო ხო ვიცით რაც ხდება ანუ ნახეთ დააკვირდით სისტემა როგორ მუშაობს რომ დღეს მე თუკი ზედმეტად მესიჯებშიც კი თუ შევაწუხებ გოგოს თუკი ავედევნები ბოდიში და ხელის ბაყვებზე მოსმაზე საზოგადოებრივ ტრანსპორტში მაღაზე აღარ არის ლაპარაკი ხო ეხა კომენტარებში რო წერენ ხოლმე ბიჭები მე მესმის მათი გულანთებულობა რომ მან რატო არ ვიყავი ესე უზავდი დამიჯეროთ მეგობრებო თქვენ მაგისი გასაგამოცდო სიტუაციები ნამდვილად გექნებათ და ნახავთ ვინ რას ისავთ ამას ირონიულად და იხიდნარად არ ვიძახი იმიტომ რომ ნახეთ როგორ არის შენ თუ ქართველი მიხარ და ვიღაცას ხელს მიუსვა მოუსვათ ანუ მანიაკურ რაღაც აქციელებს ჩაიდენ ამ გოგოს ქართულ გოგოს ადგილობრივია რუსია თუ ვინც გიქნება შეუძლია წავიდეს პოლიციაში და გიჩივლოს კამერიდან ამოიღოს თქვა ძამშვენურად ამოიღებენ იმ მეტროში კადრებს და ჩვეულებრივად დაგიჭერენ მაგრამ როდესაც ჯგუფურად დაესხმევიან გინდა ერთი გინდა ჯგუფურად ეს მიგრანტები ამ ქართველებს იმათ არ დაიჭერენ ხვდებით რა შეასაქმე შემდგომ მოხდება ნახეთ რა ქართული ანუ საერთოდ ამათ არისან ქართულის გაბრაზება რა არის ერთი ქართულის გაბრაზება რა ვიცი 1000 პაკისტანელის და 1000 მიგრანტის გაბრაზებას ჯობია. ერთი ქართველს თუ გადაეკედა, მე ვიცი რომ გადამეკეტება მე რა შემიძლია გავაკეთო და არიან ჩემზე უარესებიც და იმაზე უარესებიც კიდევ, ხო? ხო და ამიტომ ნახეთ რის თქმა უნდა
აქ მოხდება შემდგომი რამე, რომ ჯერ ეს ერთი ძალიან შემცირდება ამ ქართველი გოგოების დაცვის თემაში, ბევრი მიზეზს არ ჩამოვთვლი რატო და რისთვის, იმიტომ რომ მაყურებელს არ ესიამოვნება მე რაც რო ვილაპარაკო ყველა დეტალი, ანუ ზოგადად ადგილობრივების დაცვა, ადგილობრივი გოგონების დაცვა ძალიან შემცირდება, მაგრამ ის პატარა ფაქტებიც კი, ის მცირე ფაქტებიც კი, როდესაც აი ამ 25 წუთიან ქალაქებამდე გეუბნებით, ის მცირე ფაქტებიც კი, როდესაც როგორც აი ამ სიტყვაზე აი ამ ბიჭმა რო შეეცადა და დაიცვა და დაიჭრა, ხო? ეხლა ამას იქ არავინ არ აყავს, ამერიკიდან არის ჩამოსული და ამას პოლიციის მეტი და საავადმყოფოს მეტი ვერავინ უშველეს ამ ბიჭს, მაგრამ როდესაც აქ მოხდება მიგრანტების მიერ ფიზიკური ძალადობა ესეთ ბიჭ ახალგაზრდა ჩვენს ქართველებზე და დაჩეხვა და აქ მთელი ამბები და ამას რომ აუცილებლად პოლიცია შინაგან საქმეთა სამინისტრო აუცილებლად გაატარებს, იქ ერთ კაცს ვითომ დაიჭერს, მერე გამოუშვებს და ასე შემდგომ, ამას აუცილებლად მიხვდება ქართველი ხალხი, რომ პოლიცია მას ზუგს არ უმაგრებს და დაიწყება სისხლიანი დაპირისპირებები. დაჯგუფდა აქ უკვე თვითონ ძალიან ბევრი შეიძლება უდანაშაულო მიგრანტიც კი მოყვეს ამ ტისკში. ანუ ქართველმა თუ ხმალი იშიშვლა, დედა აღარ აყავს მერე ნახევარ კავკასიას, იმიტომ რომ ქართველის გადაეკეტება, ანუ ვეღარავინ ვეღარ გაასწრებს. ამიტომ ძალიან დიდი სისხლისღვრა გველოდება, ჩვენ ეს წინასწარ იცოდეთ და ერთადერთი გამოსავალი აქ არის ის, რომ ჩვენი ემიგრანტები და ჩვენი ქართველები დაუბრუნდნენ თავიანთ სამშობლოს, მაგრამ უმუშევრობის და სამსახურების სპეციალურად არ ქონის გამო ხალხი ვერ ბრუნდება. აი ესეთ ორ ცეცხლშუა ვართ ჩვენ. შემდგომ, ეხა ნახეთ, ეს გეუბნებით ჩვეულებრივი ვიღაცა პაკისტანელი მუშა რო ვიღაცის გაუპატიურებას დააპირებს, მაგრამ ეს პაკისტანელი მუშა შეიძლება გადაჭრილი არმატურა ედოს ჯიბეში, ან დანა და ასე შემდგომ. დანას ნახე როგორად ჩვენ გვაკონტროლებენ დანაზე და იმათ ნახე აბა თუ გააკონტროლებენ, აგერ ნახოთ. კი, ეხა მე ჩემი თვალით ნახე რომ ნამდვილად ამ ეტაპზე რუსთავის და თავისუფლების მეტროებთან მაგარი ჭხრეკები მიდიოდა იმაზე უცხოელ აზიელ ხალხზე, ჩემი თვალით ნახე, ჯერჯერობით არის და ეს ძალიან კარგია. ეს არ უნდა დავუკარგოთ მთავრობას, მაგრამ ნახეთ როგორ თემა რაც შეეხება 25 წუთიან, აი ამების მერე იქნება 25 წუთიან ქალაქები. როდესაც 25 წუთიან ქალაქები ამოქმედდება, ჩვენ აქ არის ყველაზე ორი მთავარი დეტალი, რომ ძალაუფლების სადავეები გადაეცემათ ამ უცხოელ აზიელ და აფრიკელ მიგრანტებს. მათ გადაეცემათ ხელში ძალაუფლების სადავეები. ეხლა თქვენ იკითხავთ რანაირად თუ ჩვენ ხო ჯარი კონსულტული სახელმწიფო ინსტიტუტები გაუქმდება. კონსტიტუცია ეს ყველა ამიტომ არის რომ იქ პარლამენტში რო შეიტანეს იქ იმათმა აქვია იმ კაცს დამავწდა გვარი იმ ადამიანმა ძალიან მაგარი ადამიანი იქ ვაქცინაციის თემებზე რო აპროტესტებდნენ. არ ეხა უცებ გამახსენდა არ ჩამეწერია სახელი და გვარი. კი იცით თქვენ შეიტანა რომ იქიდან ჯანმოდან გამოსვლის თემა და მთელი ამბები. ესენი არიან ჯანმოს ჯარისკაცები, რომლებიც ანუ ჯანმო საქართველოს უნდა გავიდეს ჯანმოდან თუ რამით არის შესული ყველაფრიდან უნდა გავიდეს, იმიტომ რომ ჯანმო შემოვა და გაგიუქმებს კონსტიტუციას, იარაღს მიცემს ამ დატრენინგებულ 1000-დან იმ ერთ კაცს, მისცემს იარაღს და სრულიად უძლური ხარ შენ ქართული და ჩახკეტავს, გეტყვის აი აქ იარე, იმუშავე, შენ საქმე აკეთე და მორჩა. ვიმეს თუ გააუპატიურებს ძალადობები იქნება, ხალხი ვაფშე ვერაფერს ვერ გააკეთებს. ამიტომ ჭირდებათ რომ დიდ ქალაქებში ჩატენონ ხალხი. ამიტომ არ აწყობს დეცენტრალიზაცია სისტემას არ აწყობს და სოფლებიდან იმიტომ გამოხიკეს და სოფელი მოკლეს ბოლომდე, რასაც ქვია, იქ ვითომ რაღაც პროექტები ხორციელდება, მაგრამ უკდარზე ვენოკია ეს პროექტები რა, ხორციელდება, მაგრამ აი როგორღაც აგარაკების დონეზე გადაიქცა ჩვენი სოფელი, რომ ზაფხულზე ჩადეს ხალხი და იქ უკდარია სოფელი რა და ანუ ეს უცხოელი მიგრანტები დადგებიან აქ შლაგბაუმებზე კი რა თქმა უნდა იმ დროისათვის უკვე რობოტებიც შეიძლება იყოს უკვე გამოყვანილი, მაგრამ ქართული პოლიცია და ჯარიც იქნება, მაგრამ ნაწილობრივ, აი ძალიან მცირე დონეზე ძირითადად გააკონტროლებენ ეს უცხოელი მიგრანტები. და მე გეტყვით ახლა რასაც ვიგე, ჯერ ქართული საერთოდ არ ეცოდინება, ინგლისურად დაგიყურებს რაღაც ორ სიტყვას და არ შეასრულებ და გესვრის გაგიხრიტავს შუბს, ეს ერთი. მე მეორე შენ ამათან ჯიგრული ლაპარაკი კაცური ლაპარაკი რაუბნელი ხარ ბრატ ეს ყველაფერი აღარ გავა ხო ხვდებით და ამისი ერთ-ერთი მცირე მოდელი აი მცირე ესე ვთქვა მცირე აქტიობა და მცირე გათამაშება აი ამ პატარა სპექტაკლის მცირე გათამაშება მოხდა კოვიდის დროს გაიხსენეთ როდესაც ერთ-ერთი კორპუსი ჩაკეტეს
იზოლაცია რო გაუკეთეს კორპუსს და პატრულის მანქანები რო იდგა გახსოვთ ერთ-ერთ ვითომ აქო ვირუსი გავრცელდაო ეს სპეციალურ არაფერი ვირუსი ხახო ვირუსები ვაფშე არ არსებობს ეს იყო მოსული დავალება ზევიდან რომ სპეციალურად გატესტეს ხალხს მიაჩვიეს რომ შეიძლება ჩაკეტონ მთელი კორპუსი ჩაკეტეს და კორპუსი და ხალხს არ უშვებდნენ ხალხო ხო და ეს სპეციალურად ქვეცნობიერში დალექეს და შემდგომ ამას განახორციელებენ 25 წუთიანი ქალაქების მეშვეობით უკვე უბნების დონეზე ამაღოდ ეს რაიონები ძალიან დიდებია მე მგონია რომ ამებსაც 2-3 ნაწილად გაყოფენ რა ანუ სხვა უბანში ვერ გადახვალ აი ამიტომ სპეციალურად აი ამის გამო ეხა ჩვენ დავიწყებთ მალე აი ამ ციგნის მეტრო დიმიტრი გულხოვსკის მეტრო 2033-ის წაკითხვას სადაც ზუსტად ვაგონი იმაში რა ქვია გვირაბებში გადასასვლელად პასპორტები გჭირდება ანუ სხვადასხვა აი ჩიკასთან ჩემს დაქალებშიც ეგ იყო რომ ვიზაო თუ საშვიო თუ რაღაცა საშვი ვისაც არ ქონდა ვერავაკეობაზე ვერ შედიოდა მე მგონი სრულად ამოვწურე რისი თქმაც მინდოდა და ეხლა მთავარ თემატიკას რაც იყო იმიტომ რომ ეს ამას მოკლედ ვერ ვიტყოდი მთავარი თემა რაც იყო ეხლა ამას შევეხები იმას რა თქვენ გააკეთეთ დონაციები ქისაჯიზე აღწერაშია დასვით შეკითხვები და ზოგზე დიდი პასუხი მექნება ზოგზე პატარა რაზეც მექნება პასუხი გაგცემთ ნელ-ნელა ეხლა ნუ დამახჩობთ ეგრევე მეორე დღეს ვერ გაგცემთ ხოლმე ზოგჯერ პასუხს შეიძლება ერთი კვირა გამეწელოს ორი კვირა მაგრამ აუცილებლად გაგცემთ ყველას პასუხს რა თუ დაგროვდება მე დონაციების სახით მე ერთ ვიდეოს ჩავწერ ხოლმე და კითხვებზე პასუხი ცალკე იქნება ხოლმე ან კიდევ თუ თითო იქნება ვიდეოს დასაწყისში იქნება ეხლა მივადგეთ წვიმის თემას პირველ რიგში ვიტყვი იმას რომ წვიმასთან დაკავშირებით სამომავლოდ კიდე გვექნება მცირედი შენიშვნები და ინფორმაციის დამატება ეხლა ჩვენ გაჩვენოთ დედამიწის მოდელი ამასაც უნდა შევეხოთ და ზოგადად კვლევა მიმდინარეობს მე ვიკვლევ ძალიან ბევრ ამას მიწისქვეშა სამყაროს და დედამიწის მოწყობას რაც შეეხება იმიტომ რომ მსოფლიო მართლობის სისტემაზე რო ისაუბრო შეუძლებელია თუ შენ საერთოდ არ იცი ეს მსოფლიო მართლობა რა ტერიტორიებს აკონტროლებს მოდი ახლა ვსაუბროთ ჯერ წვიმაზე ჩვენ არ ვიცით დედამიწაზე საიდან მოდის წვიმა დიახ ღრუბლების შესახებ ყველაზე მარტივი პასუხი რბილად რომ ვთქვათ არც თუ ისე დასაჯერებელია მეცნიერებისთვის დღემდე უცნობია ის ფიზიკური პროცესები რომლებიც ღრუბლებს 100,000 ტონა წყლის თავის თავში შეკავებას აიძულებდა. მეორე, თუნდაც რომ შეეძლოს ღრუბლებს რაიმე ფორმით ამ რაოდენობა წყლის თავის თავში შენახვა წვიმის შემდეგ, ყველანაირი ფიზიკის კანონების მიხედვით წვიმის დასრულების მერე ღრუბლები ზემოთ ცისკენ უნდა მიილტვოდნენ იქამდე, სანამ წონასწორობის წერტილს არ მიაღწევდნენ, რომელიც თავდაპირველზე მაღალი წერტილი იქნებოდა. ეს კი შეუიარაღებელი თვალითაც კი არ უნდა ჩანდეს. რეალობა კი ისაა, რომ ჩვენ არასდროს გვინახავს ცისკენ მაღლა სწრაფად მიმავალი ღრუბლები და რა თქმა უნდა მეცნიერება ამის შესახებ დუმს. ანუ აქ არის საუბარი იმაზე, რომ წვიმა არ მოდის ღრუბლებიდან. და ენციკლოპედიებში რაც არის ყველაფერი ტყუილია. შემდეგი საკითხი ის გახლავთ, რომ წვიმა უმეტესწილად აბსოლუტურად მოწმენდილი ციდან მოდის ხოლმე. ბრმა წვიმას უწოდებენ ხოლმე, როცა ღრუბელი საერთოდ არ არის ცაზე და ამ დროს კი წვიმა მაინც მოდის. კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი ისაა, რომ ღრუბლები ზამთარში უფრო ფორმირდებიან ხოლმე, როცა -30 გრადუსიან ყინვაში წვიმა წამოსვლას ვერ შეძლებს. ზოგი ამაზე უპასუხებს, რომ კონტინენტის შუაგულში ქარს წყალი ზღვებიდან და ოკეანეებიდან მოაქვსო, მაგრამ უქარო ამინდებშიც კი ღრუბლები მშრალი ხმელეთის თავზე წარმოიქმნება. გამოდის, რომ წყალი წვიმის დროს რაღაცა სახის ბუნებრივი პროცესით წარმოიქმნება. ისეთი პროცესის შედეგად, რომლის შესახებაც ჯერ ჩვენთვის ნაცნობი არ არის. ამიტომაც მთელი თანამედროვე მეცნიერება სიცრუეა. ეს წინა ვიდეოდან ინფორმაცია ისევ გავიხსენოთ. ამიტომაც მთელი თანამედროვე მეცნიერება სიცრუეა. მოდით ყველაზე უბრალო მაგალითზე შევხედოთ. გუმბათის თეორიის ერთ-ერთ ელემენტს ღრუბლების უცნაური ფორმები წარმოადგენს. თანამედროვე მეცნიერები ცდილობენ, რომ სწორად ახსნან ის ფაქტი თითქოს და ღრუბლები წყლისგან შედგებოდეს. მით უმეტეს, რომ ამ საკითხსაც ორ ნაწილად ყოფენ, რომ ღრუბლების ერთი კატეგორია სამხრეთ ნახევარსფეროში ორთქლისგან შედგება. და იქ ნაწილაკები, ანუ წყლის წვეთები, ხოლო ჩრდილოეთ ნახევარსფეროში არანაირ ახსნაში მსგავსი რამ უკვე აღარ ჯდება, იმიტომ რომ იქ ხომ -50 გრადუსია. შეგახსენებთ -50 გრადუსზე წყალი რა ფორმას იღებს? რა თქმა უნდა ყინულოვან ფორმას, ანუ თოვლი. ანუ იქ იმ სიმაღლეზე ყინულია ჩამოკიდებული. ასევე მეცნიერებმა გამოითვალეს ყველაზე მსუბუქი სიმძიმის ღრუბელი 600 მილიონი ტონაა.
კარგი, თუ კი 600 მილიონი ტონა ყინული სადღაც ცაშია ჩამოკიდებული, მაშინ როგორ შეიძლება მაშინ თვითმფრინავის გავლა? მით უმეტეს როცა ლაინერი მიფრინავს და იგი ინვერსიულ კვალს ტოვებს, მართლაც და როდესაც ორთქლი ჩნდება და რაღაც გაივლის, ამ ორთქლში ამ დროს წარმოიქმნება ინვერსიული წრეები. მაგრამ როგორც ჩვენ ვლაპარაკობთ ყინულზე, ყინულის ნაჭერი, რომელიც 600 მილიონ ტონას იწონის, როგორ შეიძლება ისე გაიაროს ლაინერმა მასში, რომ პილოტებს თვალწინ საქარებინები არ ჩაემსხვრეთ. ეს იმაზე აღარ ვლაპარაკობ, რომ თუ კი ეს თოვლის ნაწილებია, თვითმფრინავს თავის ზრავა გააჩნია და არბუტის შიგნით ცხელდება. ხალხისგან სითბო გამოიყოფა. ადამიანები შიგნით სუნთქავენ, ანუ პლუს ტემპერატურაზე აქვს საუბარი. ეს კი იმაზე მეტყველებს, რომ ღრუბლებში პირდაპირ გამჭოლად გავლით ეს პროცესი კაკ მინიმუმ მინებზე წყლის წვეთებს უნდა ტოვებდეს. ასე ხომ? მაგრამ მსგავსი არაფერი არ ხდება. არანაირი წყლის წვეთები არ რჩება. ღრუბლები არანაირი ორთქლის მატარებლები არ არიან. მით უმეტეს რომ წყლის წვეთების და განსაკუთრებით კი ყინულის მატარებელი. სინამდვილეში ღრუბლები გახლავთ გუმბათის გამაგრილებელი პროდუქტი. აი ამ გუმბათის გამაგრილებელი პროდუქტია, აგრილებს აი ამას. გამაგრილებელი პროდუქტი, აი გაგრილების შედეგად წარმოქმნილი პროდუქტია რა. ზუსტად იმ ოზონის ცხელ გუმბათთან შეხების დროს წარმოიქმნება კონდენსატი. აი აქ შეხების დროს წარმოიქმნება კონდენსატი. გუმბათის ქვეშ ძალიან ცივა, მაგრამ გუმბათის ზევიდან ძალიან ცხელა. აი აქ ცივა, რაც უფრო მაღალზე ავდივართ, ცივა და იმის მეორე მხარეს ძალიან ცხელა. წარმოიქმნება კონდენსატი. მაგრამ გუმბათის ზევით ძალიან ცხელა. წარმოიქმნება კონდენსატი და ეს კონდენსატი ღრუბლების სახით ზევიდან ქვევით დაბლა ეშვება. ანუ აი შეხედეთ, აი აქ წარმოიქმნება კონდენსატი ზოგჯერ შუაშიც, მაგრამ აი აქ წარმოიქმნება ზევიდან ეშვება დაბლა და არა პირიქით. ეს ღრუბლები ზევიდან ქვევით დაბლა ეშვება და არა ქვევიდან ზემოთ. ელემენტარულად, როცა დიასახლისი ქვაბში რაღაცას ხარშავს და ორთქლი წარმოიქმნება, ის თავისუფლად ადის ზევით და ჩვენ ამ ორთქლის წყლის ზედაპირიდან მოყოლებული მის ყველაზე მაღალი წერტილამდე, ამ შემთხვევაში ქვაბის თავსახურამდე, ამ სამზარეულოს ჭერამდე ხედავთ და მაშინ მეცნიერები რაღაცომ ამბობენ, რომ თუ კი ღრუბლები ზღვებიდან, ოკეანეებიდან და მდინარეებიდან წარმოიქმნება, მაშინ მე რატომ ვერ ვხედავ ამ ორთქლს თავისი იმ აორთქლების წერტილიდან? როდესაც ამბობენ მეცნიერები, ნახეთ, აი აქ ოკეანიდან ორთქლდება წყალიო და ამას ჩვენ უნდა ვხედავდეთ მაშინ. უნდა ვხედავდეთ, სხვა შემთხვევაში ეს არის ტყუილი. არაფერი მსგავსი არ ხდება. ამიტომაც მეცნიერებთან ჩვენ ბევრი კითხვა გვაქვს, მაგრამ მე როგორც უკვე გითხარით, ეს კონდენსატი გახლავთ. წყლის დიდი მასები. ახლა უნდა შევეხოთ ცოტა ინფორმაცია დარჩა და ეგ არის. აი როგორ ხდება მიქცევა და მოქცევა. მე შეიძლება კიდე დავამატოთ, მაგრამ მიქცევა და მოქცევაც ხალხო გახლავთ ესე იგი ხელოვნური პროცესი. აქ ახლა წარმოდგენილი არის ნახატი, შეხედეთ, ეს არის დედამიწა, ახლა ეს არის უბრალოდ პირობითად დახატული კონტინენტები. აი აქ ზოლი გავაკეთე, იმიტომ რომ სფერო და ბურთი რო არ გეგონოთ, უბრალოდ აი როგორც ტაშტის ფორმა ესე წარმოიდგინეთ, აი ეს წარმოიდგინეთ. ეს არის წრიულად ყინულოვანი კედელი იმის ანტარქტიდის, ეს არის კონტინენტები, სადღაც აი აქ ატლანტიდის ოკეანის შუაში ეს გახლავთ ბერმუდის სამკუთხედი, დამოვიწყდა თქმა მიმეწერა ბერმუდის სამკუთხედი. ნუ მზე და მთვარე გუმბათის შიგნით საყრდენები, ამებზე ძალიან დიდი ვიდეო ჩავწერე, 3-4 ვიდეოს წინდევს ბრტყელი დედამიწის ვიდეო, ცა იწყებს ვარდნას. მთლიანად ქიმიურად განვიხილეთ ეს დეტალები ჩვენ. და ეხლა ახეთ რა ხდება? წყლის მიქცევა და მოქცევა რატო ხდება, როგორ ხდება და რის გამო ხდება? წყლის დიდი მასები მათ არ შეუძლიათ რომ უარყონ დიდი რაოდენობის წყალი შემოდის და გადის. შეიძლება სადღაც ატლანტიკის ოკეანის აი ამ რაიონში მდებარეობს გარკვეული დამაბოლოებული მოწყობილობა შესაბამისი გადინებებით. ერთგვარი ფილტრაციის მექანიზმი. აი როგორც ძაბრივით, ეხლა ეს ძაბრივით მაქვს დახატული ესე იგი წარმოდიდგენთ წყალქვეშ რო ჩადიოდეს ძაბრივით რაღაცა მექანიზმი. მესმის ახლა ფანტასტიკურად ჟღერს, მაგრამ მაშინ მოდით და აი მაშინ თუ ესე არ ხდება, რომ ეს მიქცევა და მოქცევა ამას სხვა ახსნას ვერ მოუძებნის ბუნებრივი ეს რაღაცა კატაკლიზმები, არანაირი ბუნებრივი კატაკლიზმები არ არის. მთლიანად ეს ოკეანები არის ამოთხრილი, ზღვები, ოკეანები არის ამოთხრილი კარიერებია და
იმ ოკეანების ფსკერი რაც არის ამოთხრილი კარიერებია და ის მიწები არის დაყრილი მე კონტინენტებზე. და ზუსტად ის მიწები გახლავთ მთები. ის მთებიც არ არის ბუნებრივად წარმოქმნილი. ანუ მთებიც დაყრილი მიწებია. მესმის რომ ეს ბავშვურად ჟღერს, მაგრამ აი ეს არის ესე. ქანების დონეზე, ეხლა რიკოთიც რო გაჭრეს იქაც დაყრილი მიწაა ჩვეულებრივ ქვიშა არის დაყრილი. ფესვები არის 2 მეტრს ხმელეთის ზედაპირზე და მთლიანად არის დაყრილი ქვიშა. ყველგან ეტყობა. მაგ თემები განვიხილეთ ჩვენ უკვე. და ესე იგი ეს თქმა მინდოდა ხო აი აქ ესე იგი ძაბრივით თვითონ წყლის ქვეშ ძაბრივით ესე ჩადის ხდება როგორც აი ჩვენ ხო ტერარიუმს ხო უძახიან ჩვენ ესე თქვა ციხე საპატიმრო საკანი ესე რომ დავარქვათ ესეც უძახიან დედამიწის ჩვენ აქ ვართ დატყვევებულები ხა დატყვევებული აქედან კი არა ნეტა სხვა კონტინენტზე გვამოგზაურა ხა ჩვენთვის ეგეც დიდი სიამოვნება იქნებოდა ძალიან შორს წასვლაც არ გვინდა მაგრამ საერთოდ ჯამში ჩვენ დატყვევებულები ვართ ფილმი Truman Show-ს კიდე ზუსტად აი ამ ყველაფერს აღწერს და აი აქ ხდება აი როგორც ტერარიუმს ხო უძახიან ჩვენს ეს ტერარიუმია ხო როგორც აკვარიუმში ხდება წყლის აკვარიუმში წყლის ფილტრაცია რომ ჟანგბადი ხო ჭირდება აკვარიუმში თევზს და იქ წყალმცენარეები ჩაყრილი და მთელი ამბები წყლის ფილტრაცია და ჟანგბადი რო შევიდეს წყალში აი ზუსტად ეგ ხდება აი აქ არის ბერმუდის სამკუთხედის ტერიტორიაზე გახლავთ ჯერ ესეთი აქ NASA-ს რაკეტებს ყრიან ხოლმე რომ იქ არავინ ნახოს აქ ეცემა ძალიან ბევრი და პლუს აქ ხდება მე წყლის ჩასვლა და ამოსვლა ანუ ფილტრაცია ხდება და მე ჟანგბადის გამოყოფა ზღვის წყლისგან ჩვენ ვცხოვრობთ საკანში და ჩვენს თავზე გუმბათი გვახურავს ეს ორი გარსისგან შედგება შიდა გარსი აი შიდა გარსი და გარე გარსისგან და იქ მტკნარი წყალი ცირკულირებს აი აქ ცირკულირებს მტკნარი წყალი აი ეს არის მტკნარი წყლის ცირკულაციის ადგილი რა აი ხედავთ აი ამ შუაში გუმბათს აქვს გაგრძელება და 3-დან 8 კილომეტრამდე მიწის სიღრმეში გრძელდება აი აქ უკვე საფუძვლები საყრდენები და მიწაში რაც ჩადის გუმბათის გაგრძელება ქვევით კი მოცემულია ინსტალაციების ქსელი ანუ ჩათვალეთ ეს არის ერთი დიდი დედაპლატა რა ესე რომ ვთქვათ რა თავისი კულერით ეს არის გამაგრილებელი კულერი რა აი შეხედათ აი თავისი გრძელება ქვევით კი მოცემულია ინსტალაციების ქსელი ეს აი მარცხნიდან მარჯვნივ გვაქვს ნაჩვენები მაგრამ ეს წრიულად ყველგან არის რა აი ინსტალაციების ქსელებია რა აი აქ ზუსტად რომელიც დაკავშირებულია ამ ჩვენი საპატიმროს კონტურების გასწვრივ აი აქ მთლიანად გარშემო ბერმუდის სამკუთხედი ჩვენი პლანეტის ანომალიურ ადგილს არ წარმოადგენს იქ განთავსებულია რეზერვუარის ფორმის ინსტალაცია დედამიწა ნახევრად სავსეა და ის 15 კილომეტრის სიღრმიდან იწყება და ერთმანეთში აერთიანებს ყველა კონტინენტს ერთად და ამ მიწისქვეშეთიდან გასასვლელებიც არსებობს რომლიდანაც სხვა საპატიმროებში გადასვლა შეიძლება ანუ აი სხვა კონტინენტებზე კი არა სხვა განყოფილი დედამიწის ეს თქვა ანუ ჩვენი სამყარო სხვა განყოფილებებში გასვლა შეიძლება ამ მიწისქვეშ მაგრამ ეს იმდენად დიდ მანძილებზე ალაპარაკი და ტერიტორიებზე რომ აქ არც საგზალი გეყოფა ზოგი წყლით არის ამოვსებული ანუ ამ ეტაპზე ფიზიკურად შეუძლებელია ეს ძალიან დიდ ტერიტორიებზეა ჩასვლა აგერ აი როგორც იქ მანქანით ვერ ჩახვალ და 1000-ობით კილომეტრს ახლა მიწისქვეშ ადამიანი ვერ გაივლი ფეხით რა იქ უკვე მართლა ანგელოზი უნდა მიგიძღოდეს იმ ლაბირინთებში რომ გაგიყვანოს ჩახვიდე და იქ სადღაც ამოხვიდე ამ ეტაპზე ფიზიკურად შეუძლებელია თუ ვინმე რაღაც რასის წარმომადგენელი და რაღაც გამოცხადება არ გქონდა და ვინმე თუ არ გადუ შენი ცოდნით ვერ გახვალ რა მოკლედ რა გადასვლა შეიძლება დედამიწას ეს ნახეთ ახლა როგორ თემა არის დედამიწას ჟანგბადი მიეწოდება ზუსტად აი აქედან ბერმუდის სამკუთხედიდან და ეს ინსტალაცია ზღვის წყლიდან წარმოქმნის ნახეთ ანუ შეისრულთავს წყლის ნაწილს აი ბერმუდის სამკუთხედის ეს ტერიტორია შეისრულთავს წყლის ნაწილს ანუ ხდება მიქცევა გაფილტრავს წყალს წარმოქმნის ესე იგი ამ წყლიდან ზღვის მარილიან წყლიდან წარმოქმნის ჟანგბადს და უშვებს ჰაერში
შეიძლება სხვადასხვა ლოკაციებიდან ხდებოდეს ამოდინება ჟანგბადის. ანუ ეს სქემა სრულად არ მაქვს ჯერ შესწავლილი, ძალიან ბევრი დეტალია და სამომავლოდ კიდევ უფრო გავშლით და შეიძლება პატარა ჩასწორებების მოგავაკეთოთ, მაგრამ იქნება აი ძალიან დიდი სქემა მექნება გაშლილი და ძალიან დიდი პრეზენტაცია მექნება ამასთან დაკავშირებით. მოკლედ ამ ზღვის წყალს, ოკეანის წყალს აი აქ ჟანგბადის აი კაფსულასაც წარმოიდგინეთ დიდი რეზერვუარის ინსტალაციის რეზერვუარია, გაატარებს წარმოქმნის ჟანგბადს, გადაამუშავებს ამ შავი კი არა და ზღვის და ოკეანის წყალს მტკნარ წყლად გადააქცევს რა, რაც შემდგომ მდინარეების სახით მოედინება სხვადასხვა მთებში რო ამოდის ეს მდინარეები, მართლა თოვლისგან კი არ დინება. ეგ ძალიან მცირე რაოდენობა, ძირითადად მდინარეები დაქსელილია მთლიანად დედამიწა და რაღაც გარკვეული ესეთი საინსტალაციო ტუმბოებით ხდება ამოქაჩვა ზევით ამოტყორცნა წყლის რა. ამიტომაც არის ეს ჟანგბადი მთელ დედამიწას მუდმივ პროცესში მიეწოდება. ჩვენ ამას ვაკვირდებით, როცა ვხედავთ მიქცევისა და მოქცევის პროცესს ოკეანეებში. გუმბათის ინსტალაცია გადაამუშავებს ნარჩენებს, რასაც ჩვენ ნავთობს უწოდებთ. აი შეხედეთ, აი აქ პირობითად არის დახატული, აი ნავთობი წერია, ნავთობის მოცეს დავწიო დაბლა, აი ესე, ეს გახლავთ ნავთობის ქვედა დინებები და მოკლედ ადგილები, სადაც არხები არის ნავთობის და მდინარის წყალი, ეს მტკნარი წყლები, მდინარის წყლები, მე თავისი სისტემები და არხები აქვს, უამრავი ფოტოა ახლა მაგისი ჩვენ ამას ამტვირთას აზრი არ აქვს, მე გაჩვენებთ მონტაჟებზე როცა გადავალთ და აი ხდება განაწილება ამ მდინარის წყლის, მაგრამ აი ნავთობი, როდესაც აი ნახეთ, ნავთობის შემთხვევაშიც კი გვატყუებენ. როცა გვეუბნებიან, რომ ვითომ რაღაცა ძველი ცხოველები და სცენარეების ნეშომპალის გადაქცევა ხდება თითქოს და ნავთობად, ანუ სრული ტყუილია და აბსურდია. ნავთობი არის ხახნო მექანიზმის, აი ზუსტად აი მამაკაცები მიხვდებით რა, აი ახლა დრუჟბისთვის მინდა ხოლმე ზეთი რა, აი დრუჟბისთვის რომ მინდა ხოლმე ზეთი და იმ დღეს უთხარი 50 თეთრად იქნება მაჩუქეს რა, 5 ლიტრა ზეთი, მოტორის გადამუშავებული ზეთი და რაც არის მეორადი ზეთი, იქ ცეპისთვის რომ ჩაასხა ბენზოხერხში რა, დრუჟბაში ხერხი. აი ეგ არის ზუსტად გადამუშავებული, აი აქ ხდება გადამუშავება, გუმბათის ინსტალაცია გადაამუშავებს აი ამ პროცესებით ამ ნარჩენებს და რასაც ჩვენ ნავთობს უწოდებთ და გაამახვილეთ ყურადღება, რომ ჩვენ ნავთობი მუდმივად გვაქვს და ის არასოდეს დასრულდება და არ მოიწურება როგორც რესურსი და ეს იმიტომ, რომ ეს გუმბათის მუშაობის შედეგად გამოიყოფა. ანუ გუმბათის მუშაობის შედეგად იქ ოზონის შრესთან შეხებით კონდენსატი როგორ გამოიყოფა, ეს უკვე ავხსენით და ღრუბლების სახით მოგვევლინება, პლუს ღრუბლები ხელოვნურადაც საჰაერო აპარატებიდანაც იქმნება და მიწიდანაც ჰარპის ამ კლიმატური იარაღებიდანაც და პლუს ეს გუმბათის კონდენსატია რა, ცხელი და ცივი ამ წყლების შეხება და მთელი ამბები გუმბათის გადახურების შემდგომ გამოიყოფა. ანუ ეს გუმბათი აი მექანიზმი მუშაობს, ხვდებით? და აი ამის შედეგად გამოიყოფა ნავთობის ესე ვთქვათ ნარჩენების გადამუშავების შედეგად და როდესაც საუბარი იმაზე რომ აი ნავთობი ამოიწურა, ეგეც ტყუილია, რომ ვითომ ნავთობი ამოწურვის პირას არის და ასე შემდგომ. ანუ ნავთობი არ არის ამოწურვის პირას, არასოდეს არ ამოიწურება. ეს გუმბათის ინსტალაციები დედამიწას წრიულად, აი ასე წრიულად აკრავს და ძალიან ბევრი ამავდროულად მტკნარი წყალი გუმბათის ამდენ ინსტალაციას ერთდროულად აგრილებს. აი აგრილებს ამ ინსტალაციას გუმბათის ინსტალაციებს რა. აი ესე ხდება ბუნებრივად კი არა და ხელოვნურად, აი ესე ხდება მიქცევა მოქცევის პროცესები, მზისა და მთვარის მონაცვლეობა გუმბათის შიგნით, ბრტყელი დედამიწის ვიდეოებს, წინა ვიდეოებს უყურეთ, მაქვს მოცემული. ჩვენ გადავედით ძალიან სიღრმისეულ ანალიზზე უკვე ბრტყელი დედამიწის რა. აი ეს ყველაფერი არის დაკავშირებული 25 წუთიან ქალაქებთანაც, მიწისქვეშა ცივილიზაციებთანაც, პანდემიებთანაც, ომებთან, აი ყველაფრის პასუხი არის აი აქ. ხვდებით? აი აქ არის ყველა დინარის წყლები ამოედინებიან ამ გვირაბები რაც არის რა, ეს ღვიმეებია ზოგან. აი ხა მაგალითად აი წარმოიდგინეთ. აი მოდი ყველაზე ნათელი მაგალითი ავიღოთ. აი რაჭველები ვინც ახართ რა, რაჭიდან ვინც ახართ, ანუ უბრალოდ რაჭაში თუ ხართ ნამყოფი. აუ რა ქვია და მოიცა უნდა ვნახო, შარეულა კი არა, მოიცა ერთ წამს ვნახო.
ხო, აი მდინარე შარეულა უბრალოდ არ შემეშალავს თქო. აი წავიკითხოთ ვიკიპედიაში. აი იქით ჭელიშის უდაბნოში რო ჩადიხართ რა. აი იმის რა ქვია, საყინულეს გამოქვაბულამდე მარჯვნივ რო გადავხევ, ნიკორწმინდაშია რა მოგეთ. შარეულა მდინარე ამბროლაურის მუნიციპალიტეტში. სათავე აქვს რაჭის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე ზღვის დონიდან 1091 მეტრი. ერთვის მდინარე რიონს ასე შემდგომ რაღაცები წერილი. მოგეთ. აი მდინარე შარეულა ხალხო. ხო ეს არის მდინარე შარეულა არ არის? იქ რო გამოედინება, მღვიმიდან რო გამოედინება. გამოდის პირდაპირ მღვიმიდან. პირდაპირ გამოდის მდინარე მღვიმიდან. და იქ რაღაცა რამდენიმე მეტრზე არიან შესულები და მორჩა. და თქვენ ახლა მე მეუბნებით რომ ეს მიწი რა ქვია მყინვარების იმიდან არის? რა ქვია მაგას? მყინვარების ნადნობი თოვლისგან. ნადნობი თოვლისგან და ყინულებისგან და ასე შემდგომ. კი, იქ დნება ენგურის სათავე და ისინი შეგიძლია ნახოთ და უამრავი მდინარის სათავე მაქვს მე ნანახი, მაგრამ ეს მდინარე ეს წყლები არ არის საკმარისი მდინარეების საკვებად. ზოგი არის საკმარისი, მაგრამ ძირითადად არ არის საკმარისი. შენახული მქონდა მე TikTok-ზე ერთი ვიდეო და ის მე მგონი წაშალეს მე მგონი რა ვეძებე და ვეღარ ვნახე. ბიჭი დგას სადღაც აი რაღაცა იმაში არის რა ქვია. სადღაც ჯუნგლებშია რა და ჩანჩქერის ფონზე დგას და ხალხო შეხედეთო უბრალოდ რამხელა ჩანჩქერი მოდისო. აი შეხედეთო და რამდენი ტონა წყალი მოდის ყოველ წამიერათო. ეს ახლა თქვენ თელ წელზე გადაამრავლეთო და საიდან მოდისო ხალხო ეს ამდენი წყალიო. თქვენ რაზე მელაპარაკ გეოგრაფია არის სრული აბსურდიო. რაზე მელაპარაკებითო საიდან მოდის აი უბრალოდ ხალხო გადაიანგარიშეთ ეგ რაოდენობა საიდან მოდის ამდენი წყალი. ამდენი თოვლი სად არის ხალხო რას ლაპარაკობთ. მოგეთ დღეს დავასრულეთ ვიდეო, გააკეთეთ დონაციები და დამელოდეთ რომ პასუხი გაგცეთ. ერთდროულად ყველას ვერ გიპასუხებთ ესე ორ დღეში, ნელ-ნელა გიპასუხებთ, ჩავინიშნავ და არ დაგტოვებთ პასუხოთ. მიხარია რომ საინტერესო შეკითხვები წამოვიდა და ერთ რამეს გეტყვით ხალხო რა. ყველაფერი არის დამოკიდებული საზოგადოებაზე რა. საზოგადოება რაც უფრო გამოიღვიძებს, გამოფხიზდება და მიხვდება რომ მთავრობა არის თავისთვის, თავის საქმეს აკეთებს და აკეთებს სოფლიო მმართველობის საქმეს და ჩვენ ვართ ჩვენთვის საწყლად და უბედურად. მე ესე ვთქვა, ოპოზიციაში და კრიჭაში არ უდგევარ მთავრობას არაფერს, თუ ბევრ კარგ რამეს აკეთებენ, მაგრამ ამას პირფირობით არ ვამბობ, მაგრამ ზოგადად გლობალურად უნდა შევხედოთ, რომ ჩვენ საქმეს მთავრობა არ აკეთებს. ჩვენს კი ნებისმიერი ჩვენგან რომ შევიდეთ მთავრობაში, ჩვენც იმ სისტემის ნაწილი გავხდებით და ჩვენ მოგვიწევთ ვემსახუროთ მატრიცულ სისტემას. და ვემსახუროთ არა იმათ ანუ აი გამონაკლისები იყვნენ ისეთი ხალხი, რომლებიც მე პირდაპირ ნიშნობით ისეთი პოლიტიკოსები და ისეთი საზოგადოება მოღვაწეები, რომლებიც მართლა ვინც ხალხს მართლა ვინც ემსახურებოდა, ყველა დაბრიდეს და დახვრიტეს და შუბში ტყვია დაახარეს. დანარჩენები თავიანთ საქმეს იკეთებენ. მაინც ამ ქვეყანას მაინც არაფერი ეშველება, მე ძილი რაღაცზე მოვიკლო. აი ეგ თემაა რა და ხო და ამიტომ ცდილობს ხალხი თავიანთი დოვლათი მაინც შეაგროვონ და ზოგი სადღაც გაიქცეს, ზოგს ევროპაში ქონდეს ვილები და ასე შემდგომ. ამიტომ ჩვენ რაც უფრო გამოვიღვიძებთ და რაც უფრო მალე დაუბრუნდებით ჩვენს ქვეყანას, ანუ ემიგრანტები რაც უფრო მალე დაუბრუნდებიან, მით უფრო მეტად შევძლებთ რომ წინააღმდეგობა გავუწიოთ ანტიქრისტეს მმართველობას საქართველოში. რამდენიმე დეტალს დავამატებ კიდევ რომ აი წინა ემიგრაციიდან ვინც უყურებთ რა, მე გეუბნებით ხახნო, გნებავთ დაიჯერეთ, გნებავთ არა. მე გეტყვით ერთ რჩევას რა. გეგმა ბეკი არა, გეგმა აქ გქონდეთ საქართველოში დაბრუნება, იმიტომ რომ ისეთი კატაკლიზმები იქნება და იმხელა ომები იქნება და იმხელა ამ უცხოელი მიგრანტების აჯანყებები და სროლები და პერესტრელკები და ამერიკაში იმხელა ამბებია დაგეგმილი და ისეთი ამბები იქნება ხალხო რომ აუცილებლად მოგიწევს წამოსვლა მაინც და ანუ ნუ გეგმავთ ისე რომ მთელი ცხოვრება კარიერა აიწყოთ და ბოლომდე ამ უცხოეთში იყოთ. ანუ ეგ მაინც და აი რომც გინდოდეთ ვერ მოხდება. მათ ისეთი ამბები აგერ ესპანეთში უკვე ხალხი ეს მიგრანტები შედიან სახლებში და ისა რა ქვია ხელი რო გაარტყა იმიგრანტს პატრული მოვა და გიჭერს და შენ სახლში რო ესპანელების სახლში რო არიან შესულები გარეთ არ ყრიან. მე თქვენ გეკითხებით ხახნო ვის ეს პოლიცია ვის ემსახურება? ვის ემსახურება ეს პოლიცია? ესე იგი ემსახურება ვიღაცას ვინც აძლევს ისა აი ამ ტიპის დავალებას. ამიტომ ეს კიდევ უფრო უარესობისკენ წავა. პლუს ჩვენ გველოდება ყველაზე რთული და ყველაზე კატასტროფული რაც არის რაც იქნება ამ 25 წუთიანი ქალაქების შემდგომ და მაგ პერიოდებში
ყველაზე რთული და რაც თითქმის მოუგერიებელი რაც იქნება, ეს იქნება დრონების დატაკება ადამიანებზე. დაუჩიპავი ადამიანების პირდაპირ ხოცვა წავამ დრონებით, მწერების ხელა დრონებით. ეს ფილმ შავ სარკეებშიც აჩვენეს, Black Mirror-ს, ეხლაც გაგრძელდა ახალი სეზონი, რამდენიმე ახალი სეზონია გამოსული. ყველაფერი არის ფილმებში ნაჩვენები. ანუ ერთადერთი, აი გეუბნებით, გაასაქცევი ადამიანს ექნება მღვიმეებში და გამოქვაბულებში. მაგრამ იქ რა უნდა ჭამოთ? მოკლედ, ანუ გამოსავალი არ არსებობს რა. გამოსავალი თითქმის არ არსებობს ერთადერთი რამის გარდა. თლიანად ერი დადგეს ერთ აზრზე, ეს საკითხები უნდა გაანალიზოს, უნდა ესე ვთქვი, მიჯაჭვულობას, აი პოლიტიკოსებზე მიჯაჭვულობას, რომ ის კარგი ბელადი იყო, ეს კარგი ლიდერი იყო. ანუ ვისიც გჯერათ, ნუ გჯერათ ამ ხალხის, ხალხო, დაიჯერეთ მარტო ღმერთის და დაიჯერეთ მარტო იმის რა რეალობაც არის, რომ აი თუ არ გამოიფხიზლებთ, ხალხო, დედა აღარ აყავს, აი არაფერს. მე გეუბნებთ როგორც იცით, აი სოფლიოს დედა აღარ აყავს, უკვე მორჩა. ეგ მე გეუბნებით, აი საქართველო არის ბოლო კუნძული, თუ გამოიგვიძებს ხალხი და აქ თუ დაბრუნდება ემიგრაცია, იმ შემთხვევაში რაღაცა სახით შეიძლება გადავრჩეთ. ნუ მეორედ მოსვლა იქნება ქრისტეს მეორედ მოსვლა, მაგრამ აი რას რაღაცა ეს ანტიქრისტეს დევნა რომ შევიმსუბუქოთ. დანარჩენ სოფლიოში იქნება ზომბი აპოკალიფსი, აი თელი სერიოზულობით გეუბნებით. დაუნდობელი ზომბი აპოკალიფსი იქნება. ამაში ზომბიც იგულისხმება, არა ზომბიც და მიგრანტებთან შეტაკებები და უამრავი რამე რა. და კიდე რა უნდა მეთქვა, მოიცა ერთ წამს არ დამოვიწყდეს. ხო, ყველაზე ერთ-ერთი მთავარი კიდე რომ ჩვენ, ანუ მე აუცილებლად ვისაუბრებ შემდგომ ტრეილერის ვიდეოში რომ უნდა ჩაიკეტოს საქართველოს საინტერესო რომ ძალიან საწამლავებს უშვებენ და ჩვენ რა უნდა გავაკეთოთ. როდესაც ნახეთ თუ კი რაღაცა რაოდენობა მაინც მიგრანტების დაბრუნდებიან საქართველოში, ჩვენ რა უნდა გავაკეთოთ ციფრული ვალუტის წინააღმდეგ. ერთადერთი გამოსავალი გვაქვს ჩვენ ხახნო 90-იანი წლები ხო გამოვიარეთ, ეხლა ჩვენ ვინც გამოვლილი ვისაც გვაქვს 90-იანები, აი მე პირდაპირ გეუბნებით, აი ღმერთმა აი დაუშვა ეს იმიტომ რომ ჩვენ ეს გამოცდილება გვქონოდა. იმიტომ რომ 90-იანი წლების ბავშვები ვინც ვართ ჩვენ ესე ვთქვათ 90-იანი წლები გამოვლილი ბავშვები და ახალგაზრდები ან მაშინ დაბადებულები ჩვენ ვართ ის თაობა რომლებიც ვიქნებით მშობლები უკვე ვართ და მშობლების და ბაბუების თაობა ვიქნებით აი ამ კრიზისულ მომენტებში რომელიც როდესაც ეს მოხდება და ჩვენ უნდა მოვაწყოთ საქართველოში აი პირდაპირ გეუბნებით ჩვენ უნდა აი როგორ გეუბნებით იცი რომ აუცილებლად ეს უნდა მოხდეს ჩვენ საქართველოში ხელოვნურად უნდა მოვაწყოთ 90-იანი წლები უნდა გავთიშოთ დენები კომუნიკაციები ხელოვნური ინტელექტები ვაფშე ყველაფერი უნდა გავთიშოთ მე მესმის რომ საავადმყოფოებთან და უამრავ რამესთან დაკავშირებით პრობლემები იქნება მაგრამ მაგის გარეშე უფრო მეტი პრობლემა იქნება სრულად უნდა გავთიშოთ სისტემიდან მთელი საქართველო აუცილებლად ამას მე წინასწარ ვიძახ იმიტომ რომ მე ამის თქმას ვეღარ შევძლებ როდესაც ციფრული ვალუტა რო შემოვიდა ხა სისტემიდან გათიშეთ მაგას როგორ გავიტყვი ვეღარ ვიტყვი ხო ამიტომ წინასწარ გეუბნებით სისტემიდან უნდა გაითიშოს საქართველო ამ სოფლიო ბანკიდან ყველაფრიდან უნდა გამოეთიშოს ელექტრონულად და გადავიდეთ სოფლის და ველური ტიპის ცხოვრებაზე ეგრევე უნდა დაიშალოს ქალაქები და წავიდეს ხალხი სოფლებად და იქ სოფლებად უკვე გადაიჭრას ხალხი თავს ზოგი რაღაცა გამოვაკვარახჭინებთ იმ ძროხას კათამს რაღაცას ვიზავთ თავს გავიტანთ კიდე შედარებით ჩვენ თუ ტექნოლოგიური აი ნახეთ რას კარგი ამ ეტაპზე ტექნოლოგიური წინსვლა და ყველაფერი მაგრამ ტექნოლოგიური წინსვლა უნდა ჩამოვშალოთ ეგ სისტემა ბოლომდე სრულად გადავიდეთ ცხენებზე ურმებზე ველოსიპედებზე სრულად მთელი ქვეყანა და ანუ ამის საფუძველზე შევძლებთ ჩვენ რომ გავთიშოთ ციფრული ვალუტა საქართველოში სხვა შემთხვევაში ვერა ანუ კიდევ ერთხელ გიმეორებთ ხელოვნური ისა ბოდიში 90-იანი წლები უნდა შევქმნათ ხელოვნურად უნდა გადავჭრათ კაბელები ისინი ესენი რაღაცა მზის ელემენტები დუჟოკები დავიტოვოთ და მორჩა უნდა გამოვეთიშოთ მთლიანად სისტემას სხვანაირად ჩვენ ამ სისტემას შენ ვერ მოერევი სისტემაში ციფრული ფულიც გიჭირავს ხარში სოფლიოში მოგზაურობაც გინდა ანტიქრისტეს ბეჭდის მიღებაც გინდა და თან აქ ხა ქრისტიანების კარგად ცხოვრობენ არ გამოდის მოკლედ ეს ჩვენ ქრისტიანული სამყარო ჩვენ ვართ ქრისტიანული ერი უნდა გამოეთიშოს და ამიტომ სისტემას ეს ქვეყანა და ამიტომ უნდა 90-იანი წლები უნდა მოვაწყოთ ხელოვნურად აი კიდევ ერთხელ გიმეორებთ სხვა იმიტომ რომ ეხა იქ მე ვაძი მიყვებოდა და ვიღაცები ხა ბლოგერები როგორ უნდა აი რითი უნდა ებრძოლო ამ დრონებს
ჩიტების ხელა შპიონი რო გალუბინო რო არის და ტრედებზე რო არის გადავა. აი ტრედის ხელა დრონი მოფრინავს. რა კიდე რა არის პატარა აი ბეღურის ხელა დრონი მოფრინავს. მწერის ხელა დრონი მოფრინავს, რომელიც შუბლზე დაგეტაკება, აფეთქება და მოჰკლავს. აი ამას რითი უნდა ეძებო ებრძოლო, ხო? სახში ჩაკეტავ და ფანჯრებს ჩაკეტავ, გარეთ ხო გინდა გამსვლა, საკვები ხო გინდა. აი საწახვა და რა მაშინ ერთადერთი უნდა მივაგნოთო იმასო, რომ სადაც ზის ის ადამიანიო, ვინც ამ ყველაფერს მართავს, მაგრამ თრად ადამიანს არ იქნება ძირითადად პროგრამები იქნება გაშვებული ეს უცხო ქვეყნებიდან. უცხო ქვეყნებიდან იქნება მართული ხელოვნური ინტელექტით რა და აქ სადაც კორპუსში ვიღაცის ჯდომა ნაკლებად შეიძლება დაჭირდეს მაგ ამბავს ხა ან კიდე სადგინა მთელი ქვეყნის მასშტაბით მიაგნო იმას ვინც ამ ყველაფერს მართავს ამიტომ ძალიან რთულია რა ამიტომ ჩვენ ეს ყველაფერი უნდა გადავიდეთ ველურ აი ქვის ხანაზე უნდა გადავიდეთ სხვა გამოსავალი არ არის ვინც არ მეთანხმებით ნუ მეთანხმებით რა გავაკეთო მე გეუნებით რაც არის გადარჩენის მოდელი სხვა შემთხვევაში ჩვენ აუცილებლად ჯანმო და ის აი ჯანმო გააქტიურებს ამ გაეროს მიგრანტ ჯარისკაცებს და თავზე დაგვადგებიან ავტომატებით გაეროს მიგრანტი ჯარისკაცები და ვისაც რას უნდა იმას გაუკეთებენ. იმის თქვა მინდოდა რომ ეხლა რომ ბიჭები კომენტარებში წერენ მანდრატო არ ვიყავი, იქ რატო არ ვიყავი. იქნებით მეგობრებო აუცილებლად იქნებით და დამიჯერეთ რომ ძალიან გაგიჭირდებათ თქვენი უბნელი გოგონების დაცვა და ასე შემდგომ რა ძალიან გაგიჭირდებათ იმიტომ რომ თქვენ იქნებით 1 2 ან 3 მე ამას რაღაცა ჩმორი პოზიციიდან არ ვლაპარაკობ მე გეუბნებით რეალობა როგორც არის უკვე როგორც არის თქვენ იქნებით 2 3 და არ გექნებათ იარაღი და ისინი იქნებიან დანებით ხელკეტებით და იქნებიან 20-30 რა ვიცი ვაჯობებ ჩვენ ამ ერთგვარ დიდგორში ამას დრო გამოცდის თვითონ და ჩვენ უნდა ჩვენი პრობლემა ისაა რომ ჩვენ არ გვიყვარს რეალობას შევხედოთ სახეში რეალურ სიტუაციას რა ჩვენ თუ შევხედავთ რეალურ სიტუაციას მერე დავიწყებთ აზროვნებას მოკლედ კარგად ბრძანდებოდეთ